აი ფრონტის ხაზი გავა ვისა სოფლიოში საუკეთესო ტანტრით უნგლი შოუები. თუ ეგენიც რაღაცას გააპროტესტებენ, მე გავა ფრონტის ხაზი კულინარიული შოუები, ვინ უფრო მალე მოამზადებს ამას ხანიას. მე თუ ესენიც აჯანყდებიან, მე უკვე გავა პოზიტივის კოუჩინგზე რაღაცა ფრონტის ხაზი, რომ აი ვინ უფრო მაგარ პოზიტივ შევთავაზებს და ბოლოს მაინც მარტო დარჩება. ესე თავი ბოლოს ვერაფერზე ვერ არის ფრონტის ხაზი. გამარჯობა. თქვენ უყურებთ და თქვენ უსმენთ ინტელექტის კომპლექსის მე-9 ეპიზოდს, რომელიც არის ჩვენი მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი, იმიტომ რომ როგორც წინა ეპიზოდში აღნიშნეთ, ესეთი უცნაური ნუმეროლოგია გადავწყვიტეთ, რომ 8 ეპიზოდიანი სეზონები უნდა გქონდეს ხოლმე ბრიტანულ ყაიდაზე და დავიწყეთ მეორე სეზონი ყურსასმენების გარეშე და სპონსორის გარეშე. და იმედი გვაქვს, რომ ორივე ეს ხარვეზი ამოფხრილი იქნება შემდეგი გადაცემისთვის. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ქეთი თევდარიანი, სცენარისტი, სხვადასხვა სერიალების და ასევე გადაცემის წამყვანი უკვე YouTube არხ მისმინეზე, რომელსაც ქვია ერთი წიგნი. და ჩვენ რეკომენდაციას უწევთ ჩვენი მოგწალებული ჩენელიდან მისმინეს, იმიტომ რომ არხიდან. ახლა ეს არის ჩვენი ყულობა, რომელშიც სლენგის გამოყენების დროს ხურდებს ხურით ხოლმე. და ჩენელი რო ვთქვი, ესე ვმუშაობთ ჩვენ თავზე, რომ ბარბარიზმები ამოფხრათ საუბრიდან. და მოკლედ ხო მისმინეზე ქეთის და ლაშას გადაცემის გარდა არის კიდე ბევრი ჩვენი მეგობრის რაღაც გადაცემები, მაგალითად ბექასი არაფერი სასაცილო, ძალიან კაი გადაცემა, მაგასაც რეკომენდირებ და მოკლედ საინტერესო პროექტები არის ბექა კობახიძესთან ერთადაც ისტორიული გადაცემაა და გირჩევთ ყველას უსმინოთ ხოლმე. გამარჯობა ქეთი. გამარჯობა. შეიძლება მე თქვა რაღაც. აი, მინდა მივმართო სპონსორებს. ყველა ბიზნეს, პატარა, საშუალოს და დიდს. რა უნდა დააფინანსოთ ამაზე კარგი, როგორც არის ორი ახალგაზრდა, ნიჭიერი, განათლებული და წესიერი ადამიანის პოდკასტი. არაფერი უფრო სასარგებლო, ვიდრე შემეცნებაში ჩადებული ფული არ არსებობს. ეს კარგია თქვენთვის, თქვენი უკვდავებისთვის. მადლობა. ეხლა გამოჩნდება ვის აქვს ხედვა. დაგზოგე ფული და ვიჟენი არ თქვი. თუმცა ამაზე შეიძლება ჩემი მოგრძალებული თავხედური აზრი თქვა. მე მგონი ზოგჯერ ბარბარიზმები და სლენგი, ინება, რაღაცნაირი სიტყვები ენას არაფერს ხელს არ უშლის, იმიტომ რომ ძალიან ცოტა გვაქვს სინამდვილეში ჩვენ ქართული სიტყვები ისეთი, რომელიც მართლა ჩვენია და გააჩნია რამდენად კიჩურად ან ისე ჟღერს ხოლმე. ზოგჯერ არის რომ არ უხდება რა ისეთი ქართული შესატყვისი და ზოგჯერ პირიქით ზედმეტია და რაღაც საკუთარი სხვა ენის ცოდნის გამოვლინების უნებას გავს. თუ კონტექსტის მიხედვით. ხო, სხვა შორის ეგ რა თქვით, რომ ეს ქართული სიტყვები ბევრი არ გვაქვსო. იოსებ გრიშაშვილს აქვს ეგეთი ისტორია მოყოლილი იმაში. ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა ესეთი წიგნი არის და მან მოკლედ როგორც ჩანს ეს დრამა ყოველთვის ქონდა, რომ არ ვიყენებთ ქართულ სიტყვებს საკმარისად და მაგან გააკეთა ეგეთი ექსპერიმენტი, რომ შევიდა იმაში თუ ზუსტად აღარ მახსოვს ხა ლოჯისტიკურად ეს ისტორია როგორ არის, მაგრამ ესეთი რაღაცაა, რომ ამან ჩაიწერა ბარბარიზმებით გამოტენილი საუბარი დალაქსა და იმას შორის, თავის კლიენტ შორის და ეს რაღაცებს ამბობდა ეს კაცი ძალიან რუსულ ბარბარიზმებს და ამაზე ვიღაცა გაღიზიანდა და მე იოსებ გრიშაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს გაეშიფრა და მხოლოდ ქართული სიტყვებით გადმოითარგმნა, ესე ვთქვათ. ეს საუბარი. რატო შემოვიდა ბარბარიზმები? ეგ არ მახსოვს მიზეზი, მაგრამ ოკუპაციის გამო არის. თავარი გამოტოვებულია ხოლმე ეგეთ ამბებში.
გამოტოვებული იყო და მოკლედ მაგას ამბობს მე ეს გრიშაშვილიც რომ გადმოთარგმნა ქართული სიტყვებით. ეგენიც სპარსული და რა ვიცი 1000 სხვადასხვა ენიდან იყო გაქართულებული სიტყვები, რომელიც უკვე ჩვენ გვეგონა ძირძველი ქართული სიტყვები. ეს ჩვენ დაგვაბულინგეს პირველი ეპიზოდის კომენტარებში და მაგის მერე გადავწყვიტეს რომ რაღაცა ეს ყულობა შემოგვეღო. მაგ ბულინგზე შემიძლიათ გითხრათ, რომ ამის აყოლა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ადამიანმა შეიძლება დაუშვას, იმიტომ რომ მე მაქვს ასეთი ისტორია. ცუც სიტყვების თქმაც არ შეიძლება? შეიძლება, კი. დაადეთ მე, იმიტომ რომ სხვანაირად ამ ისტორიას ვერ მოვყვები. ნუ ძალიან განვიცდიდი, რომ ლანძღავდნენ დაწყებული რაღაცა ღორო, დამპალო, სოროსის, რა ყველაფერი, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს უთხრა თავში მოგივიდეს, YouTube-ის კომენტარებში და თავიდან ძალიან განვიცდიდი, იმიტომ რომ რადგან არ ვიყავი ეს რაღაც საჯარო ტიპი, ხო, ყველაფერი გულზე მოხდებოდა და ვამბობდი, რომ ალბათ რაღაც სიმართლის მარცვალი არის, რაც ბახს უსმენდი YouTube-ზე. და უცებ კომენტარებში ვაიშე და აი რაღაცნაირად ჩემში ყველაფერი შეიცვალა და მივხვდი რომ ჩემზე კი არ არის კომენტარები. ეს მათი რაღაცნაირი დაგროვილი სევდის, აგრესიის, ცუდადყოფნის, სადღაც გამოშვების სივრცეა რა და ყველას რომ მიაქციო ყურადღება. მე მაგალითად 14 წელი მეუბნებოდი რომ ნუ იგინებიან სერიალში და ვერ დავწერა ავთენტურ ქართულ დიალოგს, ისე თუ არ შეიგინებიან. გინება ცუდი არის თუ შენ ამით ავსებ თლიანად შენ სათქმელს, ლექსიკას, რამდენი სიტყვა დაგავიწყდება, ცუდ სიტყვას ამბობ თქვენ სერიალში ყველა იგინება, არა და 4 კაცი იგინებოდა 18 არა, მაგრამ ნუ მე გადავწყვიტე რომ მე რაც სწორად მიმაჩნია ასე გავაკეთო და ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არა. მაგრამ აი რაღაც 100 წლის მერე ამ პოდკასტებს რომ ნახავენ, ხო, უნდა აინტერესებთ, როგორ ლაპარაკობდით, ხო, ჩემი თაობა, თქვენი თაობა სხვანაირად, თქვენი შემდეგი სხვანაირად. მე დედა ჩემი რომ მეუბნება იმ სიტყვებს, რაც მაშინ იყო მოდაში 9 ნომერი კალუში თუ რაღაცას. ისე მეცინება ხოლმე, აი არ არის ეგ ტექსტებში შემონახული, იმიტომ რომ აკრძალული ქონდათ. ქართულ ფილმს რო ნახულობ ან ქართულ ტექსტს რო კითხულობ, სულ ასე საუბრობენ, აი თქვა იმაში გადაიღებ ღვანკიდში, თბილისში თუ ნებისმიერ ქალაქში ყველგან უცებ ყველა ასაკის ადამიანი ერთმანეთს ელაპარაკებასე ცხადია. აი რაღაცა და აკმ არ ვიცით, მაშინ ადამიანები ერთმანეთთან როგორ ურთიერთობდნენ. ისე 9 ნომერი კალუში დაიკარგა მე მგონი. რას აღნიშნავს? სოფლელს ნიშნავდა რა და მე რატო ამერიკაში არის 42 ზომა. ხო, და ყველაზე და რატო არის ეს სპეციფიკურად არ ვიცი, ოღონდ ბოლო ნომერი იყო. ანუ 9 ნომერზე დიდი კალუში აღარ იყო რა ფიზიკურად და ყველაზე დიდი კალუში. არ ჩავრმობერ, მაგრამ ალბათ დიდი ფეხიც ხო ის არის, გოიმობა თუ რაღაც ადრე-ადრე ითვლებოდა, რომ პატარა ის სიმღერაც ხო არის, My Darling Clementine, იქაც რაც. დიდი ზომის ფეხსაც მერე აქვს და მე უბრალოდ გუბეში იხჩობა ის გოგცვრას. სხვა ფოლკლორიდან. ხო, ნუ ისე მარსალის სახე რაღაც ხო არაბუნებრივი მეტყურება გამოდის და ჩვენც ახლა მე ძალიან იმაშვები ხოლმე ვაბუქსავებ ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ის სიტყვა ვიპოვე კონკრეტული ქართულად როგორც არის. აი ხა თიკარულხაძესავით არ უნდა ვილაპარაკო, sophisticated-ია და რაღაცა ტვინიანი ქალების ხანაც რუხაძეც mindfulness-ი და რაღაც ეს უკვე მე სხვანაირად სასაცილო რაღაც ცენტრშია ხოლმე სიმართლე. ხანდახან აი ძალიან ქართული შესატყვისი რო ნახო მეტი ჩრობასავით გამოდის რა მე შენზე უკეთესი ვარ ეგეთი ლექსიკით როცა ლაპარაკობ. ეგეც კიჩია მგონი. დამკვიდრე ენა არის ჩემთვის ადამიანივით არის ცოტა ცოცხალი ორგანიზმით უბრალოდ თლად ადამიანივით არის. რაღაცებს ითვისებს კარგად და რაღაცებს ვერ ითვისებს. აი მახსოვს მაგალითად შორტკატზე რომ მალმხმობი და მთელი ის იყო ჩართული პროცესი, თქვენ მაშინ არ ვიცით დაბადებულები იყავით თუ არა. მაგრამ აი რაღაცებს გაქართულება Windows-ის და კი და გაქართულება და ბევრი იმუშავა ხალხმა და ძალიან ბევრი, მაგრამ არ ისე როგორც გერმანულში არ შეითვისა რაღაც სიტყვები ენამ, იმიტომ რომ ნუ არ მინდა ხა რაღაც შორტკატზე მალმხმობისა და თაგუნას
დაძახება და ერქვას მაუსი. მოდი ქართულად ერქვას იმას, რა ჩვენი პროდუქტია, ჩვენ მოვიგონეთ, ჩვენ დავარქვით, ჩვენ შევხედეთ წვიმას 69 სხვადასხვანაირ სახელი, იმიტომ რომ წამოვწექით მაგას უყურეთ დიდხანს და ეხლა რაც ჩვენ არ მოგვიფიქრები, ეხლა იმაზე ნუ გადავბჟირდებით, რომ მაინდა-მაინც ქართული სახელი უნდა ერქვას. ხო, ამით არაფერი არ დააკლდება. პირიქით, თუ ენაში არ შემოგაქვს სიახლე, ისევე როგორც გენეტიკაში მაგალითად აი შერეული, თუ ყველაფერს სუფთად უდიანი ბავშვები გდები მერე. ჩვენ მაგაზე სტენდაპის დროსაც ძალიან ხშირად გვაძლევდნენ ხოლმე შენიშვნებს, რომ აი გინება, რატო იგინები, ასე შემდეგ. ხო, მაგრამ აი მე მაგას დაკურებული ვარ, რომ თუნდაც შეცდოს შემთხვევაში, აი ეხლა ამოჭრილი ისინი რომ ხდება ხოლმე რა, რილები რაღაც კლასიკური მომენტები. გინებას ჭრიან ძირითადად. ძალიან ხშირ შემთხვევაში არის რაც ხალხს მოწეს, აი ცოტა შვილი რო იგინება ის ხო, დედის ტრაკი ხო არსებობს? ხო, აი რაღაცა ეგეთი ისინი რა. ძალიან სინამდვილეში მაგაზე ბევრი თავს არ ვიქებ, მაგრამ ბევრად კარგი იუმორია ხოლმე. ხა დედის ტრაკი ხო არსებობს, მეტი ხუმრობას ჩაგვიდია რესურსი, მაგრამ ეგ მოწონს. მაგრამ მე მაგას ჭრიან და ჩვენ შემთხვევაშიც რაშიც მეტი გინება და მეტი ის არის ყველაზე მეტი ნახვა მაგ რილსებს აქვს სტენდაპის ვიდეოს. ეგ ხო ძალიან ბუნებრივია, რომ ჯერსეთი რუსულად არის სხვა შორის ეს სიტყვა. მოდი ბარემ ჩავაგდებ და მაინც ვიტყვი. რა ქვია მაგას? ეს არის ხანჟენსტვო, როცა შენ ყურადღებას ამახვიებ, აი ზრდილობა და კულტურა გონია მარტო თქვენობით ლაპარაკი და მარტო ცუდი სიტყვების ართქმა. ანუ ცუდ სიტყვებს თუ არ ამბობ, ავტომატურად ინტელექტუალი რო ხდები. ან რო გონიათ, რომ ეს სხვათა შორის მიუთითებს, რომ დიდად არ კითხულობენ წიგნებს, სკაბრეზის შესახებ დიდად არ იციან, არც ამ გინების ისტორია, არც ზოგადად ადამიანის ფსიქიკა როგორ მუშაობს. სულ გინებით ლაპარაკი კიდევ ერთხელ ეს ლექსიკის სიმწირის მანიშნებელია, მაგრამ ასევე შეიძლება ეს იყოს არაავთენტური, როცა ყავს პერსონაჟი, რომელიც რეალურად იგინება, ხო? და ამიტომ აი ეს ხალხი, რომელიც ძდილობაზე და კულტურაზე დააკვირდით ხოლმე, ვინ ლაპარაკობს, ისე გამოკვეთილად ძდილობა, კულტურა, ვისაც სხვა არაფერი შემოსათავაზებელი არ აქვს. ანუ აი ადამიანი კლავს ცოლს, ჟურნალისტი მიდის და მეზობელი უნება, რომ იყო ძალიან ძდილობიანი ადამიანი და სალმიანი. ანუ გამარჯობას თუ ამბობ და თან თს გარეშე უკვე მე არავის არ ჯერა რომ შეიძლება კაცი მოკლა და ეგ ძალიან ის არის რა ქვია სასაცილო სინამდვილეში. ძალიან სათვალეში არის ანეკდოტს ყვება რომ ტიპი რეკავს ქალი რა სახმართლობაში რომ ჩემი იმიდანო ფანჯრიდანო ჩანსო აბანო კაცების აბანო და სხვა სიამოვნებს ამ შიშველი ხალხის ყურებაო და ამოვლენ რა ეს კომისია ამოვადა სად ჩანსო და არა მაქედან აგერო იმაზე აძვერითო რა სკამზე უნდა დადგეო რა რა კარგია ეგ არ მახსოვს ხო ზუსტად ეგრეა რა რატო ხუმრობ ჯერ ერთი რომ მარტო მაგაზე იცინი ეგ ერთი და ეგ გაინტერესებს რა ანუ რო კითხო ანუ იმისი თქვენ რას ვთქვით რა იმისი ხაზგასმით რომ მე ამაზე რატო იცინით ეს იმას რომ მე ამაზე არ მეცინებ და მე მარტო რაღაც ისეთ თემებზე ვიცინი რა ხო თქვენ რაღაცა ჩვენ ერთ მსახიობმა გითხრა რომ მეილი მეთქი თქვენი და მე მეილი არ მაქვს მე წიგნებს ვკითხულობ აი რა შუაში ციგნებში ვდებენ ესე კონვერტს. არც იმდენად კითხულობს რომ მეილი არა აქვს. არ მეილისთვის ვერ მოიცა. მაგას მირჩევნია არც ერთი ციგნი არ დაიკითხოს და მეილი კონდეს. არის ხო შორის აი ზოგადად ეგ ტენდენცია შეიმჩნევა რომ ციფრული სამყაროდან გამოტიშულობის იმითი აფიშირებით რაღაცას პოულობენ ხოლმე. Twitch შეფასებას იმაღლებენ, მაგრამ მეილის არ ქონა პირველად. ანუ Facebook-ი არ მაქვს მე რაღაცა. კიდე თქვენ ასეთი დაკვირვება, რომ წადი რა წიგნი წაიკითხეს, ვინც ამბობს, როგორც წესი თვითონ არაფერი არ აქვს ხოლმე წაკითხული. დაჯექი ბიძია წიგნი. წადი წიგნი წაიკითხე, აი დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რაღაც შაბლონი. მოკლედ ჩვენ დღევანდელი თემა არის რთულად საკითხავ ლიტერატურა, რთული ლიტერატურა, რაღაცა წიგნები, რომლის კითხვაც გვიჭირს, მაგრამ ესა ძალიან ფართო გაგებით რა, ანუ ვინც როგორ აღიქვამს ამ სირთულეს, მაგაზე რო გველაპარაკა რა. იმიტომ რომ ხო მართლა ბევრჯერ მსმენია, ზოგი რო სნობურად ამბობს, რომ არა ეს ყველასთვის არ არის რთული, ეს მაღალი ლიტერატურა და ზოგი პირიქით დანანებით რომ ამბობს, რომ ძალიან რთულია ჩემთვის, ვერ გავუკაჩე, ვერ წავიკითხე რაღაც და მაგებზე რო გველაპარაკა, მოკლედ ეგ გვინდოდა.
მაგრამ დღეს რო ფიქრობდი რაღაც ანუ თითქოს რაც ჩვენ თვითონაც იმაში დავიწყეთ ცხოვრება რაღაც დისტოპიურ კატასტროფაში ყველაფრის კითხვა გაჭირდა ეხლა ჩემთვის პირადად. და პირველი კითხვა ეგ მინდოდა დამესვა თქვენთვის ორივესთვის, ეხლა იმ ბოლო 6 თვის განმავლობაში, 7 თვის განმავლობაში ზოგადად რეებს კითხულობთან როგორ გამოგდით კითხვა, რამდენად ყურადღებით შეგიძლიათ დაჯდომა. მე ცოტა სპეციფიკურად, რადგან რაც პოდკასტი დავიწყეთ, ეხლა მინდა არ მინდა, უნდა გადავხედო იმ. თუნდაც ალაგ-ალაგ მაინც რაც ციგნები გვაქვს ხოლმე წარსადგენი, მაგრამ ზოგადად ჩემთვის არის ორი მდგომარეობა უფრო მშობლიური. ერთი რაც თქვით, ანუ მგონია რომ ეხლა კითხვა რომ დავიწყო კიდე ვიღაც ჩემიას დაიჭერენ. უცებ რაღაც ის მაქვს რა, შფოთვითი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს კონცენტრაციას ტექსტზე. მაგრამ მეორე მაქვს კიდევ აი შარშან ზაფხულში მქონდა გაქცევის ჩემი მეთოდი, რომ აი ბროლხი ან მუზილი უნდა ავიღო და ვეცადო რომ მით უმეტეს თუ ვიცი რომ ეხლა თავრობას ისვენებს შვებულებაშია და რაღაც გრანდიოზულს არაფერს დააშავებენ და ცოტა ხანი გავიქცე, იმიტომ რომ ჩემთვის ბავშვობიდან ეგ იყო. მე ლიტერატურის კითხვა არ დამიწყია იმის გამო რომ მტკვიანი გავხდე. რაღაც რეალობისგან გაქცევის, ისე სტუმრადაც კი წიგნებს ვიღებდი ხოლმე და ვკითხულობდი, რაც ორი ამაზე მეჩხუბებოდნენ. რა არის რაღაცა ბაიყუში ხარ, რაც ფიზიკის წიგნში რაღაც სხვა წიგნს ვდებდი. მაშინ არ იყო, შეიძლება ინტერნეტი რომ მქონდა ფიზიკის მაგივრად Facebook-ზე შესულიყავი ან TikTok-ზე, მაგრამ ნუ ეგ იყო გასართობი ხო წიგნი, სხვა წიგნს ვდებდი ხოლმე გაკვეთილის წიგნში. მხატვრული ლიტერატურა იყო გართობა. და ამიტომ ჩემთვის ეს ცოტა რჩება ეს ბავშვობის გამოძახილი, მაინც სიამოვნებასთან უფრო ასოცირდება. მაშინ შეთანხმები რაც. კითხვა პორტალებით იყო ხოლმე რა, სადღაც გადაგისვადა და ეხა ვცდილობ ხოლმე რომ არ მინდა რამე შესწავიკითხო, რაც ამ მდგომარეობას გამახსენებს. და ეგრეთი ძალიან ბევრი ავტორია, ეხა მე-20 საუკუნის თქოთ რაც იმას ვერ წაიკითხავ. რაცა შალამოს ვერ წაიკითხავ, ამას ვერ წაიკითხავ, იმას ვერ წაიკითხავ და იმიტომ რომ რაღაც ყოველდღიურობა არ გაგახსენდეს, იმიტომ რომ გინდა რომ რაღაც ცოტა ხანი დაივიწყო. მაგრამ მე მივხვდი რომ იმდენად ყოვლის მომსმენელ დეგენერატობაში ვარ, ვერაფერს ვეღარ წაიკითხავ, აი მარტო პლატონოვსკი არა, ეს ბავშვობაში რაც მიყვარდა, იმას გადავხედე და ესე იყო ჯანი როდანის ჯელსონი მოცრუთა ქვეყანაში და აღძალავენ ალბათ. და ხო გინდა რომ მიყვარდა ძალიან და მეთქი გავერთობი რაღაც და იცი რა ხდება მაგაში? მოკლედ ეს ჯელსომინო არის, ტენორი არის რა და ესეთი ხმა აქვს რომ ღერის ყველაფერი ინგრევა და დატოვებს თავის სახლს, იმიტომ რომ არ უნდა რომ რაღაცა ბავშვებს მისი სახელით აშინებდნენ და აღმოჩნდება ცრუთა ქვეყანაში, სადაც მეფობს მეფე ჯაკომონი, რომელიც არის ყოფილი მეკობრე და ხალხს თავის მინისტრებს რაღაც მომენტში ავალებს რომ გაატარონ ლექსიკონის რეფორმა და ამოიღონ კონკრეტული სიტყვები, რომ არავინ არ აღწეროს მისი დანაშაული და ასე შემდეგ. აი მაგალითად მონა რო ამოიღონ ახლა ლექსიკონიდან რა. და მე ამას კითხულობ და ცუდად ხდები, იმიტომ რომ ნუ ახლა კაი პლატონოვი გასაგებია, მაგრამ ასეთ საბავშვო რაღაცას რო კითხულობ, აბსურდულს თითქოს და ზღაპარს პირდაპირ მნიშვნელობით, მაინც აქ ატრიალებ, იმიტომ რომ მაგ აბსურდში ცხოვრობ, ხო, რაღაცა ლექსიკონიდან იღებენ რაღაცა სიტყვებს, რაღაცას რომ არ ილაპარაკო რა მაგაზე. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები არიან რაღაცა ფეხცანცა, რაც იცუნია და რაღაცა დეიდას არ ეყლაპია, მაინც ახერხებ, რომ ან შეიძლება ჩემგან მოდის, რომ ძალიან მიჯაჭვული ხარ რა. ეხლა მე მგონი აქ ცხოვრობთ, მაგ ფილტრით უყურებთ თან ყველაფერს. კი, თან პროფს აქვს ზღაპრის მორფოლოგია და ზღაპარი ზოგჯერ ყველაზე ზუსტია, იმიტომ რომ მითოსზე და არქეტიპებზე დგას და როგორც წესი შეიძლება ზუსტად ზღაპარში მეტი სიზუსტე ამოიკითხო კოშმარის მხრივ, ვიდრე აი რაღაც ძალიან არქეტიპული სიკეთის ბოროტების და რაღაც დაპირისპირება, იმიტომ რომ
ზღაპრები დგას, ზღაპრებსთან რა ფუნქცია ქონდა, ხო, ცოტა ბავშვიც უნდა შეშინებოდა, მე ხაშინებოდა დაეძინა და თან არის დიდი სიბრძნე, სხვანაირი თვალით შევხედე მე ზღაპრებს. ახლაც ერთი რომ ვიკითხოთ და მეორე ახალიც უნდა დავწეროთ რა. აი თქვათ როგორ რაღაცა ყულვარსაფრთხად ქარიძე რო გამოვიდა, კი ბევრი კრიტიკა შეხვდა და არავის არ ესიამოვნა, მაგრამ მე-19 საუკუნემდე ძალიან ცნობილი სახელი იყო ლუარსაბი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მაგრამ ის მე აღარ არქმევდნენ რა შულებს. რაღაცა ანუ ერთი არ წავიკითხოთ და მეორე ახალიც უნდა დავწეროთ რა. აუ, პატარა დეტორი რო გავაკეთო. თქვენ ზოგადად წინასწარმეტყველებებით და რაღაცებით ხო გახსიათებენ ხოლმე რომ აი ქართული რეალობა განჭვრიტა და რაღაცა და ეხა რადგან შეცდეთ კიდევ ახსენეთ აი ეგ მწერლობაზე გასაგები არის აი კინოში რა კინოებს დააფინანსებს ხოლმე თქვენი აზრით იქამდე სანამ ესენი იქნებიან ბაჩოდიშარია და ვიღაცაები თინა რუხაძე აი როგორი ფილმები ბაჩოზე ფინანსებს ნულით ბატონი ბაჩუკი. ბატონი ბაჩუკი შეშარი. რას დააფინანსებ? აი რა მე ჩემი წარმოდგენა ეს არის აი რაღაცა იოანე ზოსიმეს ხას გაყვებიან და წმინდანებზე და იმეებზე, მაგრამ თანამათ ეგ კომპლექსიც აქვს რომ ბერლინალიზე რო ჩავლენ რაღაცა არტაუსიც უნდა გქონდეთ და ამაზე ილაპარაკონ და რაღაც არა ბოლომდე მოიხსნიან. ზოგადად ნიმლიან და არტაუსის კომპლექსი ნაკეთებია. მაგრამ როგორც გადაირევენ ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ ეს გააკეთეს უკვე ეს იქნება რაღაც თქვი ნაციონალისტური პროქართული სიკვდილში რა თქმა უნდა ეს რაღაც pseudo ბრანდობისა და pseudo გლირობის ისტორიები რაღაცას ამოქეკავენ მაგრამ დავით აღმაშენებელი არ იქნება ეს რა თქმა უნდა ეს ალბათ იქნება ფილმები ერეკლე პაპაზე იქნება გააჩნია ირანის ამბავი როგორც მაგრამ დისონანსი არ არის პრობლემა რა მოკლედ ნაციონალიზმს სტალინი აკეთებდა ძალიან ჭკვიანურად აქტუალობას იწვევს ხოლმე რუსული პროპაგანდის მეთოდულობა და ადამიანის გადარჩენის მექანიზმის ცოდნა როგორც ბატონმა ბიძინამაც იცის ვინც ამაზე იცინა ყველა გამუდედი ბრიყვები იმიტომ რომ სიამოვნებაში მხოლოდ ეს ყოფილა მთავარი იცოდეს გასაშუალებული ადამიანის ფსიქიკური რეაქციები და ფსიქიკური მდგომარეობა და ზოგადად რაზე დატრიგერდება. აი ეს დატრიგერება ჩაყალიბდება. რაზე იმას იზავს რაზე წარმოიდგება. ხო და მეორე იქნება აი სუპერ დებილური ფილმები. როგორც აქვს ხოლმე რუსებს იოლკა ძინ, იოლკა 2, იოლკა 3, იოლკა 4 აი ეს იქნება აუცილებლად და რატო ახლა. პირველად მოდის მე რომ ეგ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს რა. ასევე ძალიან დიდი შოუები მიმღერე რამე, მიცეკვე რამე. მე დავარქვი უკვე რომ ოპერაციას ვიტარებენ ხიკლდიაშვილს რო იცეკვე კაროჟნა. აი ამას ვიტარებენ თელეს, ბევრი ცეკვა, ბევრი სიმღერა, ბევრი ნაციონალური, ნუ ფეხბურთს გაკაჩვავდა კიდე ეგრე არ არის და ну ხო ფეხბურთი რა სენეგალიც ამაყობს თავის ფეხბურთელებით და ესეც რაღაცის ნიშანია. ყოველთვის გუშინ ფიქრობდი ხახო თქვა პრემიერმა რომ ძალიან დავხტივართ ემინა თემაზე და პრემიერმა თქვა რომ სპორტზე გადის ჩვენი ნახე სპორტში თუ წავაგეთ მე გავაცეკვაზე ან იმღერე რამეზე ან ვინ არის კრიტიკული სპორტმანჩესის ხოდა აი ფრონტის ხაზი გავა ვისა სოფლიოში საუკეთესო თანტრი ტუნკლის შოუები. თუ ეგენიც რაღაცას გააპროტესტებენ, მე გავა ფრონტის ხაზი კუკინგ, კულინარიული შოუები, ვინ უფრო მალე მოამზადებს ამას ფრანგიას. მე თუ ესენიც აჯანყდებიან, მე უკვე გავა პოზიტივის კოუჩინგზე რაღაცა ფრონტის ხაზი, რომ აი ვინ უფრო მაგარ პოზიტივ შეფთავაზებს და ბოლოს მაინც მარტო დარჩება ესე ფარგლარ ბოლოს ვერაფერზე ვერ გამის მაგის ხაზი მაგრამ ნუ ეს არის კლასიკა ეს იქნება დებილობები და იქნება პრო ქართული რაღაცა pseudo პათეტიკური ჰოი სამშობლო დედის ძუძუი აი ეს სუპერსტარი აი ეს იქნება კინოში ეს იქნება ლიტერატურაში გუნდები საბჭოთა კავშირში დახვრეტის გარეშე ჯერჯერობით და სერიალებზე რას მივხვდი იქ მეტნარო მოდის სცენარისტული მე ჯული რა ვიცი ყველაფერი შემიძლია დავიტიცე რომ ჩემი ამბიცია არ ვიცი ხა როგორ გამოდიოდა
მაგრამ ჩემი ამბიცია იყო რომ რეფლექსია იყოს ქართულ რეალობაზე და არა ისო ადამიანი უცებ გავჩიშე, იმიტომ რომ მე მახსოვს 97-ში მომკლეს მეგობარი, მაგ დროს ცხოვრობდი, მაგ დროს ვიყავი ახალგაზრდა და მაგ დროს ხდებოდა ეს კოშმარები, რომ ქორწილში მისული ადამიანი მოკლეს და დედამისი იყო ძალიან ცუდად, აი ძალიან ცუდად, ვერაფერი ლაპარაკი არაფერი არ იყო მისთვის ნუგეში და პლუს ციგნები მithumetes იცით ცუდად რო ხარ კარგი მუსიკა და კარგი წიგნი არის უარესი გლოვის ფაზაში როცა ხარ და ურჩია ერთმა ფსიქოლოგმა მაშინ ფსიქოლოგის დეფიციტი იყო მაგარი რაღაცა აი რაღაც მექსიკური სერიალები რო გადიოდა მაგას უყურეო იცი შეგოდა ეს ქალია ეს უყურებ და რაღაცა ასეთაც სუ იყო ამ სერიალების გულში რატო იცი რომ აი ცოტა გაშტერდე რა და შეწყვიტო ეს რაღაც ინფორმაციის გადამუშავების პროცესი გაერთო. იქ მე თუ ინტერიერია, ეს ქართველი ქალები გიასახის ძალიან მეწოდება ხოლმე იმის გამო რომ პენსია არა ღირსეული რომ არ მეგობარი ყავაზე დაბადიყოს, არ მიფლირტაოს, ან დასასვენებლად ყველაზე წავიდეს. რასაკეთებს? ზის და უყურებს ტელევიზორს. ტელევიზორში რას უნდა უყუროს? სულ ყობახიძეს რაც უნდა საინტერესო და ესეთი იყოს. მართლა ძალიან კარგია ხოლმე ყობახიძე, მაგრამ სულ ყობახიძეს ხოლმე უყურებ სერიალს და აი ამით ითიშებიან რა და ეს არის საკუთარი თავის განცილვა უვერმონობისთვისაც და რაღაც განჩიშულობისთვისაც. ეს იქნება დიდი დოზით. იმედის რეიტინგი მოიტანა აი ამ სერიალების სიუხვე, მკრე სწორად არჩევა. დედამთილი ზის ნახევარი საქართველო, ხო? აი აუცილებელი პირობების ამნეზია, გაცვლილი ჩვილი, ამნეზიის ამბავი, ხო გახსოვთ როგორც სერიალს ისე უყურებენ ადამიანებმა საკარგი საქმე, რომ ეს არ არის ნამდვილია ეს. ხო, და იდე ჩართე, ვიდეო ჩავთე, გადავიდა დედაში რა გიქრა. ნუ ეს ყველაფერი პრობლემა და ეგ არ ვიყავ. მართლა ვამბობ, რომ ჩვენ გვქონდა ესეთი რეიტინგი თუ რაღაცა ჩემს საყვარელი წერილების გავლენით რეალობის სატირიზაცია და გროტესკიზაცია და თქვენ მე მგონი ორივე შეიძლება. კერისისა, ეს ან შეიძლება რომ თან დასცინო, მაგრამ თან კოჩი ბნელებს არ დაუბორო. რომ გერებს კი არ დასცინო, მაგალითად ან აზერბაიჯანელებს, ან სკვაკერებს, ან რა ვიცი, ხო ვინც ცოტა იმათ კი არ დაეტაკო. რაც შენ მიგაჩნია რომ ამ ქვეყნის პრობლემა, იმაზე გააკეთო ოდნავ ცოტა ვერავატოების კულტის მაგალითად. შენთან საყვედურის იყო რომ რატო არიან მაგალითად ზოგჯერ ბაბულიკების საყვარლები არიან და ჩიკანს და ვიღაცებს უხარიათ რომ ეს ეგეთი ვარ და მაშინ ეგრე ვთქვათ ვერ გააკეთებ რომ ესენი კარგები არიან ისეთი თუ ნუ ეგ უკვე კიდე მეტი განაშაულია ხო ვიღაცა სხვა რთული არსება მაინც ადამიანი ის იმბეცილებიც კი ლენგესილი ქართული სიტყვა იმბეცილებიც ხურო განაჩინე იმბეცილებიც კი მაინც რაღაცნაირად არიან რთულები აი სკრიტული დისონანსი მათში რაღაცა შეიძლება საჩვენოდ მოტრიალდეს ხო რაღაცაზე ისე მოხდეს რომ რაღაც მათაც არ მოეწონოთ ის რასაც უყურებენ ან აკეთებენ ხა ამ ადამიანების გამჭტერებას და ინდოქტრინაციასაც აქვს თავისი ლიმიტი ხო კი ნახე ისიც ახლა რა ეს რა სოფლის გიჟებზე სიცილი უძველესი ადამიანური ვნება და ვერაფერს ვერ უზამ მაგას ყოველთვის ფრიკებს ყოველთვის ექნებათ რეიტინგი მაგრამ ალტერნატივაც უნდა არსებობდეს და ამ ალტერნატივას ჭირდება ძალიან დიდი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსის გაჩენა ქვეყანაში სხვანაირად მართლა ჩამოვყალიბდებით ერად, რომელსაც არაფერი არ აწუხებს. არ ჩამოვთვლი, ვიქნები, დავრჩები პოლიტკორექტული, მაგრამ არიან ქვეყნები, სადაც საერთოდ არ აწუხებს, რას უზამენ. და ეს ჩამოაყალიბა მრავალ ათწლეულში დიქტატურაში ცხოვრების გამოცდილებამ, რომ სულ ჩუმად ხარ, აი მარტო იმაზე დარდობ, რომ საჭმელი კონდეს. ხო და თქვენი პოდკასტის რაღაც ნაწილი რომ ნახე, ან თქვენი თაობა სულ სხვა წიგნებს კითხულობს, იგივე ჩვენი სტუდენტები და მე არაფერი არ ვიცი და მეთქი ხა რომ კითხონ ამაზე რაღაც ფენტეზი, ეს სტივენ კინგი,
კიდევ რა ლიტერატურა, აი აზიმოვი წაკითხული მაქვს, მაგრამ ნუ არ არის ვერთობი, ვერც მშველის, არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს და ამიტომ შევეშვი. აი მეგონი ანაც მე და ანას პერჯურ გველაპარაკე მაგაზე, რომ მე ძალიან მიყვარს sci-fi და ანას ვერ შევაყვარე ვერანაირად. ხო არა. შენც ანას რა მიზეზი? მაგრამ შენ ფენტეზი უფრო ფენტეზი მაგრამ მაგაზეც ძალიან სპეციფიკური მიზეზი ქონდა რომ რაღაც კოვიდის დროს 1000 გვერდი რო წაიკითხე ერთ დღეში. ნუ გამოკეტილობის პერიოდში ის მჭირდა რა ანუ დიდად არაფერი არ მაინტერესებდა ემოციური ფონის გამო მიჭირდა კონცენტრაცია და ამიტომ 50 გვერდობით კითხულობდი ძალიან ბევრ წიგნს ერთდროულად და ძილის წინ ვეღარ ხვდებოდი მაგალითად რავი ბერდიავის ციტატა იყო თუ შუა საუკუნეების კარაბადინში ამოკითხული რაღაცა წელკავის რეცეპტი. ხო და ფენტეზი, ფენტეზის ვკითხულობ ახლა მაგალითად Stormlight-ს ვკითხულობ და ეგ რაც შეიძლება ბევრი დრაკონი, რომ რაღაცებს არ ვფიქრო, მაგრამ ზოგიერთი ფენტეზი როგორია, იცი? ხა ისეთი არ მინდა ხოლმე წავიკითხო, რომ ბოლოში აღმოჩნდეს, რომ სოფლიოში ყველაზე დიდი მაგია ამავე დროს სოფლიოში ყველაზე დიდი მევახშეც იყო, იმიტომ რომ არ მინდა რომ ისევ იგივე რომ გავაიგიო რაღაცები რაც შეიძლება ბევრი დრაკონი წითურთმიანი ჯადოქრები და ცოტა ხანი რომ დავივიწყო რა რაღაცები ხო არის რომ უბრალოდ ინდივიდუალური არა შენ გიჭირს ან მსგავსი ემოციური გამოცდილება არ გაქვს ან ესთეტიკური მაგალითად ავანგარდული ლიტერატურა რო გაიგო ან ინტელექტუალური პოსტმოდერნისტული რო გაიგო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული არის ხოლმე რაც ანამ ულისესთან მივალთ კონცეპტუალური ხელოვნება რა. ანუ იდეა თუ არ იცი, შეუძლებელია რომ გაიგო თავისთავად. კონტექსტი. და მაგიტომ მე ღლიცინი მიდის ხოლმე რომ თქვათ აი მალევიჩის შავ კვადრატს რო დაინახავ, ნუ ეს რა არის? და ამ შემთხვევაში არაფერი არა, თუ არ იცი კონცეპტი და იდეა მის მიღმა. ეხა მიროს მუზეუმში ვიყავი და უზარმაზარი თეთრი ტილო იყო გაშლილი და ზედ იყო ერთი მწვანე წერტილი. და რა, ანუ თუ მე მივედი წავიკითხე რაც ნიშნავდა და მეთქი, ნუ ხო, კაი. ან მოაქვს შენთან ან არა. მაგრამ ხელოვნებას რო ტექსტი ჭირდება, ეგ კარგია? რას გულისხმობ? ანუ ახსნა რო ჭირდება. ნორმალურია, გაჩნია ხელოვნებას. ნუ ეგზეგეტიკაში აღარ უნდა გადავიდეს. აი კონცეპტუალურზე რომ ამბობ, ზოგი შეიძლება მაგალითად იფიქროს, რომ რაღაცა ვარჯიში არის რა, მაგალითად სადღაც 30-იან წლებში რაღაც ტიპმა დაწერა რომანი Gatsby. და როგორი რომანი იყო 50,000 სიტყვა დაწერა ისე რომ 100 არ გამოიყენა რა. და მაგას ქვია ლიპოგრამები ქვიათ რა, რომ რაღაცა 100-ს ტოვებ და ესე წერდა. ნუ იდეაში არაფერი, ხა ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს ეგ რომანი, მაგრამ რამე დატუშტო ქონდა ამ რაღაცა მაგას ზუსტად ეგ იყო რა, რაღაცა აერობიკა იყო, სპორტი, ლინგვისტური, მაგრამ მეორე შემთხვევა იყო, აი მაგის შთაგონებთ ერთი ფრანგი ტიპი იყო რა. პერეკი, რომელმაც ფრანგულად არ ვიცი ეს რომანი როგორ ჟღერს ინგლისურად არის Avoid. და არ არის გამოყენებული Avoid to avoid, ანუ Avoid. რუსულად არის ის ჩიზანი. და რა გააკეთა ხა, არ დაწერა არც ერთი რომელიც 300 გვერდის განმავლობაში. ნუ იგივე გააკეთა რეალურად. მაგრამ ამ შემთხვევაში შემოდის რატო გააკეთა და პერეკი იყო როგორი ტიპიც აკრობატი და კლოუნი იყო ავანგარდისტი. და ოჯახის წევრები მაგალითად დედა დაიღუპა ჰოლოკოსტის დროს ბანაკში დაიღუპა და მამა ომში ფაშისტებთან ბრძოლაში. და მე ამ ტიპმა დაწერა რომანი, სადაც ვერ იტყოდა სიტყვას, ვერ დაწერდა სიტყვას დედას, მამას, ოჯახს, მშობლებს ბოლო-ბოლო საკუთარ სახელს ვერ იტყოდა ამ რომანში, იმიტომ რომ ეგ ასო ქონდა გამოტოვებული და გამოტოვა წარმოიდგინა ყველაზე ნიშნულოვანი, ყველაზე ხშირად გამეორებული ასო. მაგალითად რუსულში O არის გამოტოვებული, ხა ნუ ქართულში ალბათ იქნებოდა გამოტოვებული. აი ყველაზე ხშირი ასო, აი მორზე სამბანიც ხო ეგრე არის შექმნილი, რომ ყველაზე მარტივი სიმბოლო აქვს იმ ასოს ბუნებრივია, რომელიც ფონემაც ყველაზე ხშირად მეორდება, მაგალითად I არის მხოლოდ წერტილი. და Q რომელიც ყველაზე
იშვიათად გამოიყენება არის წერტილი ტირა და კიდევ ერთი წერტილი. და რატო გააკეთა ახლა კონცეფტი რატო არის მნიშვნელოვანი რომ რაღაცა ჰოლოკოსტის ობოლი იყო ტიპი რა და აჩვენა რომ ეგზისტენციალური სიცარიელე აჩვენა რომ დაკარგული იყო და საკუთარ თავს ვერ იპოვიდა და ასე შემდეგ რა და ამ შემთხვევაში ხა ეს ყველაფერი თუ არ იცი დარჩება რაღაც მართლა იმ აერობიკად და რაღაცა ვარჯიშად და მაგიტო შეიძლება ვკითხე რომ მნიშვნელოვანი ახსნა უნდა ვიცოდეთ ზოგიერთ შემთხვევაში. ხო და არის რაღაცები რაც იმის თქმა მინდოდა რომ რაღაცების გასაგებად რაღაცა კონტექსტი უნდა იცოდე აუცილებლად. ადეკვატურად რო გაიგო და არსებობს წიგნები რომლის გასაგებად სხვა წიგნები უნდა წაიკითხო ეგეთი აბსურდიც შეიძლება ერთი ეგეთი წიგნი გიტებთ. კი ბატონო გვაქვს ჯეიმს ჯოისის ულისე რომლის რაც უფრო მეტი გაქვს წაკითხული უფრო მეტად უკეთ გაიგებ. დავიწყოთ რა თქმა უნდა იმიდან ოდისეადან, მაგრამ ჯერ ოდისეა რო გაიგო, მანამდე ილიადა უნდა წაიკითხო, მერე ენეიდაც ქვესკნელში როცა ჩადის, ენეიდას ნაწილიც აქვს გამოყენებული და ასე შემდეგ. ხა ულისე რატომ მოვიტანე, იმიტომ რომ ითვლება, ცოტა მეტი შრობა იქნებოდა ამ თემაზე გველაპარაკა და ულისე არ მოგვეტანა და ჩემი მხრივ შეიძლება ხა უფრო მეტი შრობა ის გამოჩნდეს, რომ მე მაგალითად არ გამჭირვებია ულისეს კითხვა, იმიტომ რომ ალბათ ის ინტელექტის კომპლექსი ცოტა დავამარცხე და ადეკვატურად მქონდა შეფასებული, რამდენი შეიძლება ულისედან გაიგო. ყოველთვის ამბობენ ხოლმე, რომ აი რთულია როგორ უნდა მაგრამ მუღამ ისაა რომ ჯოის ძალიან უნდა და რომ წაგეკითხა თავის ცოლსაც თხოვდა მაგრამ სულ წერილებში წერდა რომ ნორა ერქვა მე მგონი სულ 27 გვერდი წაიკითხა ყდის ჩათვლითო ეხლა რა არის რომ ჯერთი აუცილებლად უნდა იყოს კარგი რედაქციით რაც ნიშნავს იმას მაგალითად ეს სულაკაურის გამოცემა არის ძალიან კარგი იმიტომ რომ ალბათ იცით რომ ულისეს თითო თავს შეესაბამება თავი ოდისეადან. ოღონდ არ არის მნიშვნელოვანია ის რომ ავითვალისწინოთ რომ არ მიყვება თანმიმდევრულად. ეგ არის. და ბოლოში მაგალითად თუ ოდისეა არ გაქვს საკითხული ან არ გახსოვს გადაშლი წაიკითხავ მოკლე შინაარს იმ თავის რა ხდება, ქვესკნელში ჩადის თუ ეოლოსის მღვიმეშია თუ რა ხდება კალიფსოსთან და ერთი შეცდომა კიდე რაც არ უნდა დაუშვა, არ ნიშნავს იმას, რომ სიუჟეტი ზუსტად განმეორდება. მაგრამ სად მოდის ახლა სირთულე? ხო, მოკლედ, რატო უჭერთ ხოლმე კითხვა, იმიტომ რომ რაღაც დონემდე ახლა ძალიან დიდი პროცენტი შეუძლებელია, რომ კარგი რედაქციით და თუნდაც კარგი რედაქციით გაიგო, იმიტომ რომ მაგალითად დასახელებული ყავს ვიღაცა ტიპი, რომელიც დუბლინში მართლა იყო კბილის ექიმი. რა უნდა გაიგო? უნდა იცოდე დუბლინური სლენგი, იმ პერიოდის სტატუების ესთეტიკა, იმაზე არ ვამბობ, რომ იეიცი და რაღაცა ოსკარ უაილდის ტექსტები ძალიან კარგად უნდა იცოდე და მისი სხვა ტექსტები და ასე შემდეგ. ალუზიები დაიჭირე. ხო, ეგ ცალკე, მაგრამ ესეთ ხუმრობა არსებობს, რომ დუბლინი რო დაიწვასო, ულისეს მიხედვით, რომ ულისეს მაკეტიაო რა, ამის მიხედვით თავიდან ასე, მაგრამ თუ რაღაცა თავსატეხი არსებობს და მართლა არის ეს ტექსტი თავსატეხების ამოხსნის ტექსტის გაშიფრვის ერთი პირველი წესი რაც არის ის, რომ შინაარსი უნდა გამოიცნო მიახლოებით. ესე იწყებ. და იდეაში უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ვკითხულობთ ულისეს, ვკითხულობთ აუცილებლად პაროდიას. იმიტომ რომ მთავარი პერსონაჟი ლეოპოლდ ბლუმი უნდა შევადაროთ ოდისევს. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ოდისევს უყურებთ 20 წლის განმავლობაში, 10 წელი ილიონში, ანუ ტროას ომის დროს და 10 წელი უკან ბრუნდება და აქ მოქმედება იწყება დილის 8 საათზე და საღამოს მთავრდება რა ღამე, შუაღამისას. 4 ივნისი. 4 ივნისია. და არის იმაზე, რომ ერთ დღეში მოქმედება ხდება და რა 20 წელიწად. მახსოვს მითხარი, მე მგონი კოპირაიტერია ხო თუ რაღაცებს წერს. ხო, სარეკლამო ინდუსტრიაშია რა. ის გმირია და ეს ხო კოპირაიტერია. No offense. ეს საინტერესო არის, რომ მე ერთი 4 წლის წინ მქონდა ხუმრობა, რომ მეზღვაურა მეთქი როცა მირჩევენ წიგნებს და მეუბნებია რომ ეს ისევ რელევანტურია დღევანდელ დღეში, იმიტომ რომ აი მეთქი ჰომეროსი საერთოდ არაა თქო რელევანტური ჩემთვის. და ვადაერქვა ოდისევსმა გადაჭრა
სადაც ურა 26 კილომეტრი მე ვარ copywriter-ი რომელიც და მე აღმოჩნდა ანევ რომ მომიყარო ეს მართლა copywriter-ი არის ულისეს პერსონაჟი და მეც copywriter ვარ მანდ და მოდიოდა ეგ ხმურობა ხა ჰომეროსის ულისე არ ხარ მაგრამ ჯოისის ულისე ხარ თან იმას ცოლი 20 წელი ეულდება ამას ღალატობს იმას ვაჟიშვილი ყავს ამას დაღუპული ყავს და მოკლედ ყველაფერი არის პაროდიზებული და კიდე ერთი მთავარი თემა ის არის რომ მაგალითად ის თუ გმირია ითაკის მეფე და ასე შემდეგ ეს არის ებრაელი ნუ რატომ უნდა იყოს ირლანდიის მთავარი ტექსტის მთავარი გმირი ებრაელი ხო რაღაცა დღესაც რო გადახედო რაღაც ებრაელი ყავთ რაღაც 2500 კაცი იმიტომ რომ აი რატომ უნდა არჩევ მაგრამ ნუ ყველაზე მარგინალიზებული ტიპი აირჩია რა თან კათოლიკე ანუ ქრისტიანი გაქრისტიანებული წინადაცვეთილიც არ იყო მონათლული იყო ქოშეულსაც ხორის ხორცს ჭამდა და ასე შემდეგ ანუ განეის რომ მარტო ქრისტიანებისთვის იყო ებრაელი ებრაელებისთვის იყო ქრისტიანი ანუ ყველანაირად გარიყული ტიპი იყო ну ამას კიდე ну ეს პაროდიული ახსნა არის რომ საპირისპირო პერსონაჟი შეექმნა მეორეც მაგ წაკითხული რომ მიზეზი იყო რატომაც იყო ლეოპოლდ ბლუმი ებრაელი იმიტომ რომ ოდისევსი იყო ფინიკიელი და ფინიკიელები იყვნენ სემიტებიო ანუ ქანანის სახელწოდებაა ბერძნული და შესაბამისად რაღაც და მე-12 საუკუნეში რაღაცა ესენი შევიდნენ პალესტინის ტერიტორიაზე რაღაც ესეთი და შესაბამისად რახან სემიტი იყო მაგიტო გადმოიტანაო და მაგიტო არისო ებრაელიო ნუ მაგრამ იმ მოდელში რო პაროდია უნდა გააკეთო და ყველაფერი საპირისპირო იყო რა თქმა უნდა არ ჯდება ხო და რისი თქმა მინდოდა ამ ყველაფრით რომ მოკლედ რაღაცებზე უნდა იყოს მან კითხველი უნდა იყოს შეგუებული რომ ფიზიკურად ვერ გაიგებს და დანარჩენი არის სიამოვნებაზე რა თუ არ სიამოვნებს კითხვა არ წაიკითხო ანუ მე სიამოვნებს და მე მაქვს ხოლმე დაახლოებით 30 გვერდიანი ტოლერანტობა წიგნის მიმართ 30 გვერდის განმავლობაში თუ არ მომეწონა უნდა გადავდო იმიტომ რომ ძალისხმევად უნდა ღირდეს რა რო კითხულობ და ნუ კითხვა ძალიან მე სიამოვნა მაგრამ მე რაღაც მომენტში მაინც აიჭრები რა ესე მარტივად იკითხება და რაღაც ესე არ არის თუმცა ერთი მეთოდი არსებობს შეგიძლიათ გადაშალო და ნებისმიერი ადგილები იკითხო თავიდან ეს ერთი წაკითხო ეგრე წაიკითხო აი უბრალოდ გადაშალო და ტექსტი იკითხო ყოველგვარი გაგების გარეშე მე ნელა ეპარები რა ეგეც შეიძლება თვალი რო შეჩვენას და ყველაზე მაგარი რაც მე გამოვშტერდი მართლა იყო ცოტა მე გავუთავამდი რა მაგალითად სადღაც ვიხმარდი რა უკან სკოლაში ვიხედებოდი რომ ეს თავი რას ნიშნავს ნუ მაგალითად ოდისევსი რო ქვესკნელში ჩადის ულისეში ეგ როგორ არის რომ ტიპი მიდის გასვენებაში და იხსენებს იქ ხო დედას ხვდება ოდისევსი და გარდაცვლილებს და ეს უბრალოდ გარდაცვლილ ადამიანებს იხსენებს რა ანუ პირდაპირ არ ემთხოვა ბუნებრივია მაგრამ მე რაღაცა თავზე მივხვდი რომელი თავი იყო და მეთქი ხა ჩემითაც შემიძლია და მე ვკითხულობდი ერთ თავს რომ აღარ ჩავხედე იქით და არის ესეთი თავი მიდის რაღაცა რეკლამა უნდა გამოაქვეყნოს რედაქციაში შედის რედაქციაში და მუღამი რა რომ მიდის რაღაცას თხოვს რედაქტორს ის თავიდან თანხდება მე უარს ეუბნება და ამ რედაქციაში არის სრული ქაოსი რაღაც შემორბიან გარბიან ჩაიქროლებს ვიღაცა აქეთ-იქით და ვერაფრით ვერ მივხვდი რა ცოტა დავიძაბე რა ცოტა ეს თამოყარეობაზე ის ცოტა მოქმედა მეთქი რა ვეღარ ვიგებ და თურმე რა ხდება რომ ნუ მე ვერაფრით ვერ მივხვდი რომელი თავი იყო და თურმე ყოფილა ეოლოსის თავი ანუ როცა ოდისევსი და მისი მეგობრები ანუ ქარის ღმერთის გამოქვაბულში მიდიან და ქარის ღვთაება ატანს ზურგის ქარებს საჩუქრად რომ იქ იმას ქნას რაღაცა მიეხმარს რაღაც და რაღაც მომენტში უნდა გახსნან ეს მაგრამ მისი მხლებლები ხო სულ ხარბები არიან მაგიტომაც გადააქცევს თქვა კირკე ხორებად და გახსნიან და ზურგის ქარი არასწორ ადგილას რომ გახსნიან მიაბრუნებს უკან და იქ რომ იბრუნდება გაბრაზდება, განრისხდება ეს ღმერთი ეოლოსი და გამოაგდებს. როგორც რედაქტორი ეტყვის უარს, მაგრამ ეხლა როგორ გადმოიტანა ამან, ნუ ეს სიუჟეტურად გასაგებია, მაგრამ გადმოიტანა არ შეიძლება სწორი სიტყვა რაღაცნაირად იმასავით
აკუსტიკურად, იმიტომ რომ მთელი ამ კითხვის განმავლობაში რაღაც ფურცლები შრიალებს, ვიღაცა შემოვარდა, გავარდა, ჩაიქროლა რა. ანუ ქარის ის გააკეთა რა, იმიტაცია, მაგრამ ყველაზე საოცარი ჩემთვის იყო, რომ ვინი ამეხადა ამ თავის კითხვისას რა, თავი ამტკივდა, როგორც ქარში მტკივა ხოლმე თავი. რაღაც ეს მე რაღაცა სიგიჟე თავები, მაგალითად მუსიკის თავის საერთოდ ვერ გავიგე. თარგმანს არაფერს არ ვიყია საშულის თარგმანი, არ ვიცი, უბრალოდ ჩემთან არ მოვიდა და ერთი თავი არის კიდევ ესეთი, რომ ინგლისური ლიტერატურის იმას აკეთებს რაღაცა ანუ რა ყვება ისე, რომ თითოეული ნაწილი არის ინგლისური ლიტერატურის რაღაც მონაკვეთი. იწყებს თქვათ ანგლოსაქსებიდან, აი თქვათ ბეოვულფის ენით წერს და რაღაც წერს თქვათ, არ ვიცი, Wilde-ის ენით და მოდის რაღაც ბულვარულ რომანამდე და ნუ ჩვენთან ესეთი ბევრი ენა არა, მაგრამ იაკობ ხუცესის ენით არის და რაღაც ერეკლე ტატიშვილამდე მოდის. ნუ ეხლა ბუნებრივია თუ ეხლა ბეოვულფის ენა არიცი და ეგ გადაგაფრინდება თავზე, მაგრამ რომ წაიკითხავ რომ ამას აკეთებს, ვა, მაგარია. მოკლედ თეორიული შემზადება. ხო, წერტილმძიმეს გარეშე თავიც. ხო, ეს ბოლო თავი, ხო, პენელოპე მოლი ბლუმის მონოლოგი, რომელიც რაღაცა წერტილმძიმის გარეშე არის მაგრამ ძნობამ წერტილმძიმეს, ხო? რა თქმა უნდა, ხო, თან ნუ ორგაზმის დროს არის ჩაწერილი. თან მე მას ვკითხულობ და დიახ, პირველი სიტყვა არის ნუ კი და ბოლო სიტყვაც ეგ არის და მე თვითონ ერთი რომ ექსტაზის დროს არ შეიძლება თქვა და უშუალოდ რაღაც ესეთი და მეორე არის რომ ყველაზე ქალური სიტყვა არის რაღაცა დიახ როგორც პენელოპეც როგორც სახშიზის ელოდება კი უნდა დათანხმდეს და შემდეგ. მოკლედ იმიტომ ეს ციგნი მოკლედ არ არის ისეთი ჯოისის ყველაზე რთულად საკითხავი ციგნიც კი არ არის, ხო? ამაზე უარესი აქვს დაწერილი. რომელიც ფინიგანის ხამის თეო. იქ რაღაც ინებს იგონებს და ალბათ უთარგმნელი ციგნი არის ერთ-ერთი ყველაზე უთარგმნელი ციგნი. და ის ქართულად თარგმნილი თუ არა? არა, რაღაც გამიგია რომ თითქოს ვიღაცა ეპარებოდა. მაგრამ რთული რაღაც გამოგონილი ენები აქვს შერწყმული და ასე შემდეგ რა. ხო და იმის გამომდინარე რომ თუ ძალიან არ განიცდის თავმოყარებას არ ეხება როცა რაღაცას ვერ იგებთ თვითგვემაში არ ჩავარდებით ძალიან კარგად იკითხება და არ არის რაღაცა დრამატული და რა ყველა უნდა სცადოს ჩემი აზრით და ისე რამდენიმე გვერდის განმავლობაში თუ მოგწონს თუ არა და ხო ცოტა პროექტის სახით უნდა მიუდგე აი რაღაც პროექტს რომ მუშავებ იმიტომ რომ მე მოდის ძალიან დიდი თვითკმაყოფილება როცა ამას ამთავრებ აი გაკეთებული საქმის გრძნობა უფრო გაქვს ვიდრე წაკითხული წიგნის ეხლა თვითფრინავში ამას ნუ წაიხებთ მაგრამ და თან გთავაზობს ლიტერატურულ თამაშს და თუ იცით ჰაზინგას homo ludens-ა რომ ადამიანს ყოველთვის ჭირდება ეს არის ლუდვიგ ჰაზინგას წიგნი homo ludens-ა რომელიც არის რომ ადამიანი არის მოთამაშე ჭირდება თამაში და იზიდავს ეს უძველესი დროიდან და ყველაფერასაც აქ თამაშის ფორმა მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის რაღაცა მეტი აზარტი და ინტერესი არის თუ თამაშის ფორმით არის მიწოდებული და თუ ჩვენ დავაკვირდებით წეღანაც საუბრობთ აი ზოგისთვის თავად პროტესტი ან ვიღაცის სასამართლოს რაღაც ემსგავსება ხოლმე თამაშს იგივე აჯანყება რაღაც კომპიუტერულ თამაშს ტერორისტული აქტით ზოგჯერ მათ ასევე არის კითხვაც აი ახლა ჯოისი გთავაზობს ერთგვარ თამაშს რომ შენ გადაძახილებით მასთან დაამყარო კომუნიკაცია სიკვდილის შემდეგაც კი მიხვდე რა უნდა და რას გელაპარაკება დიალოგში შეყავხარ და ეს ძალიან არ ქონა განცდა რომ რაღაც უკვე შენი ახლობელია რომელსაც ელაპარაკები თავად ავტორსაც ხო? ეგრეთ სადაც ფრაზა არსებობს გეგონა რომ ავტორს გაიცნობს და ადამიანი გაიცანიო. ხო. ესეც ანუ აქ სიახლოვის განცდა იმაზე მქონდა რომ ხო როგორც ონისე იყო ჯოისის ოდისეუსი ეგრე გამოდის რომ თუ ლეოპოლდ ბლუმი არის პერსონაჟი ჩემი ცხოვრებაც შეიძლება იყოს
მე შეიძლება ვიყო რაღაცის გმირი, მარტო ითაკის მეფე აღარ არის დღეს. ნუ ეგ ცოტა ეგზისტენციალური არის, რომ შეიძლება ძალიან რაღაცა ტიპი, რომელიც რძიან ყავას სვავს და პლეერს ესეინობს, შეიძლება იყოს რაღაცა რომანის გმირი, როგორც ვთქვათ. ეგრე ზოგადად main character. კი. ისე თამაში ხარ რა გადავაბათ უცბად კიდე. აი ეს შენ რო ახსენე ის კოლიოტი ხო მე ეგეთი ის მომივიდა. მარცხი რომ ეს ამ გილგამეშის ეპოსის საკითხი მინდოდა დიდი ხანი, იმიტომ რომ ბავშვობაში ეს აქედან რომ მოდის ეს ინსპირაცია ძალიან მიყვარდა ერთი ქართული სიმღერა ზურაჯიშკარიანის ამაზე არის და მან დაატექსტი გილგამეში ჩადის ფსკერზე და ეძებს ყვავილებს და ეს სულ მიტრიალებდა რომ ღიღინებდი და მე რომ გავიგე რომ ეს არსებობს გადავწერე Kindle-ში რაღაც ქართული ვერსია და არ ქონა არანაირი აღწერა უკან და აი ძალიან დებილობა იყო რომ ვკითხო გილგამი რაღაცა ისიგია და მე ანას უთხარი და ძალიან მაგარი არის და მე მგონი ეს შენ მაჩუქე თუ მე ვაჩო Pinterest გამოცემა მაქვს. ხო და ნუ მოკლედ ამას აქვს ზურა კიკნაძის შესავალი და პლუს უკან ისინი რა გილგამეშის დიდი ძალიან მე რო უკვე ძალიან კარგად წაიღო ესე ვთქვათ და ანუ Kindle-ში არ წაიკითხოთ ხოლმე. მან და არის დაცენზურებული ეს რაღაც ხარის ბარკალი კი არა სხვა რაღაც რო ეს რა თუ აქ არ არის ორიგინალი ვერსია. სხვათვის ეგ მაგალითად 50-იან ერთ-ერთი ყველაზე ნუ პირველი ჯერ ერთი აუცილებლად სწრაფად უნდა წაიკითხოს ყველა მისაც არ აქვს საკითხული, იმიტომ რომ აი მაგალითად 2011-12 დაფა არსებობდა და 2015-ში იპოვეს კიდე ერთი ნაწილი და ეხა ითვლება მსოფლიოში პირველ ეპოსად, რომ იმიტომ რომ ის მე-19 საუკუნეში ასურბანი ფალის ბიბლიოთეკა რო იპოვეს, იქ იყო მაგაცის ძალიან მადლობლები უნდა ვიყოთ. ძალიან აი მაგაც ომები რომ მობეზდა და ბიბლიოთეკა გააკეთა ძალიან გვიშვა. თან ქურუმად ამზადებდნენ და უყვარდა კითხვა და იმისი ბიბლიოთეკა იპოვეს, სადაც იყო 1000-ობით ეს თიხის არქივი, რომელსაც დრო ჭირდება. განა იპოვეს ქუჩაში კი არ ეგდო, უბრალოდ რედაქცია ჭირდება და წაკითხვა, თქო და დამუშავება უნდა და ხო. აი ხარო ვახსენე მაგას გულისხმობ და გამოიცა. ესე გამო. თიხაზე ამოწვა ჩვენი ამბების აშურბანი ფალი ვიტუნება. ხანძარს გადაურჩება ყოველ შემთხვევაში. բայց ეხლა არის აღმოჩენილი და ჯერ მიდის ამათი გაშიფრვა რაღაც ტექსტების. ხო, კიდევ მიდის და მეც ერთი შეიძლება ხო რაღაცა გათხარონ და კიდე იპოვონ აი მაგალითად. ხო, ეს გაგრძალონ, ასე რომ მაინც რაღაც უნდა წაიკითხონ. ხო, აი გრიგოლ ხანძთელი 1902-ში იპოვეს, ხო, რაღაც შეიძლება ხვალ რაღაცა იპოვონ რა. და გილგამეშზე პრინციპში ხო, ანუ რედაქციის გარეშე შეუძლებელია კითხვა, აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ რას აკეთებს მასში მიდის და იქ ხუმბაბას ებრძვის, მაგრამ რაღაცა კონტექსტი გჭირდება, რომ მაგალითად ეს ურუქში არ იყო მერქანი და სახლის ასაშენებლად ჭირდებოდა თხე. და კედარის ტყეები იყო იქ და ეს და ენქიდო მიდიან რომ იქ რაღაცა დაამარცხონ და მოიდან. ან რატო აი ჭიშკარიანის ექსიმბოლი არ ვიცი, მაგრამ ანუ წყალში რატო ყვინთავს, იმიტომ ყვინთავს რომ წყალში ცხოვრობს ენქი სიბრძნის ღმერთი და იქ უნდა იპოვოს და მარადიულ სუნთქვას როცა ეძებს, ხო, თან ვინც ქვესკნელს არ ნახავს, მან ყველაფერი არ იცის, იმიტომ რომ თლიან მარტო ნახევარი იცის. და ისედაც ანუ ცოტა არადეკვატურია იმ ამბავში, რომ ხა გილგამეში არის გმირი, ხო? პირველი ტყაოსანი გმირი, ლომის ტყავი აცვია და გმირის იბრძვის ყველას ამარცხებს, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც მეგობარი მოუკვდება ენქიდუ, მისი მარჩვივი იმ გმირებს ეძახის კიკნაძე, სიკვდილის შიში გაუჩნდება, ხო? და მიდის წარღვნის გმირთან, უთანაფიშტისთან, რომელიც გადარჩა და ერთადერთი და იმან უნდა ასწავლოს, როგორ იცხოვროს მარადიულად. ნუ გზაში რაღაცა ფატერაკები გადახდება, ბოლოს ის ეტყვის, რომ ეს რაღაც ეუბნება თუ ხა სწორად არ მახსოვს, ზუსტად არ მახსოვს ციტატა, რომ განა სამუდამოდ ვაშენებთ სახლებს, განა სამუდამოდ იყრებიან ძმები, განა სამუდამოდ ამძულვარებენ მტრები, ანუ იმას ნიშნავს, რომ არაფერი სამუდამოდ არ არის და ბოლოს იმედგაცრუებულს ასწავლის რაღაც ახალგაზრდობის წამალს თუ ასე შემდეგ, რომელსაც გველი პარავს, ხო და ნუ მე ხო, სიმართლეს ხო
შეეძინება და მე ბრუნდება ურუქში რა, იარა, დაშვრა, დაბრუნდა და ეხლა რო უყურებ გმირი არის ხო, რომ სად გინახავს დამარცხებული, გამარჯვებული უნდა იყოს, მაგრამ მუღამი ხო ის არის, რომ ნახა მეორე მხარეც და შეიმეცნა რაღაცა ინიციაციური ის იყო, რომ ამაღლდა საკუთარ თავზე და ასე ბრუნდება. თუ არა და ცოტა გაუგნებული და რჩევი, რომ რა წავიკითხე ეს ხელმოცარულ გმირზე რატო ვკითხავ და მაგიტო არის ნიშნავანი რომ რედაქციით წავიკითხოთ და იმ ოჩო პრინტერის გამოცემასაც ძალიან კარგი ერთ-ერთი სკოლიო აქ იქვე რო გიხსნის რაღაცებს და ბოლოში არის თავებად ეს 93 წელს შეიძლება იყოს გამოცემული, იმიტომ რომ ის რაღაცა სტატიასავით უწერია გიგნაძეს და შეიძლება ამ ოჩო პრინტერისთვის კიდევაც დაამატა რაღაცეები და ცალკე არის ურუქის წყობა როგორი არის ეს ის და ასე შემდეგ. ამას წინათ შევხედე სხვათა შორის ცოტა ის არის სხვა თემა, მაგრამ აი ლიტერატურა და პერსონაჟის განვითარების მხრივ არის ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, ყველაზე საინტერესო ეპიზოდი. ინანა გახსოვს მან ინანა იყო ასურელების შუმერების ნაყოფიერების სიყვარულის ქალღმერთი, მე ბაბილონელებთან იშთარი, ასტარტე დემეტრე ყველა ერთ იგივე ქალღმერთი იყო სხვადასხვა სახელები. და ეს მუღამი რა არის, რომ ეს დესაკრალიზაცია მიდის რა ამ ინანას გახსოვს რაღაც მომენტში ინანასთან აქვს კონფლიქტი და ეუბნებიან რომ შენო ღრიჭო ხარო ქარის ვერ დამჭერი სასახლე მამაკაცთან დამაქცევარი, იმიტომ რომ რაღაც ეს ორგიასტული ღვთაება იყო და გარყვნილობასთან დაკავშირებული და ეხლა ცივილიზაცია გულისხმობს იმას, რომ რაღაც ჰიმნოგრაფიიდან ცოტა დემონად გარდაქმნიან, იმიტომ რომ იწვება რა დამოკიდებულება და ინანას ცალკე საინტერესო პერსონაჟია, მაგრამ ერთ-ერთ ნაწილში მაგრამ ეს გვიან არის რა ჩაწერილი ის რა ქვია გილგამეშიანი აქადურზე არის შუმერულზე არის ჩაწერილი რაღაც რამდენიმე საუკუნით გვიან ჩაიწერა და ეს თქმულებები შეკრეს და ერთ-ერთ მომენტში ერთ-ერთი ნაწყვეტის მიხედვით რაღაცა მითოლოგიის ნასხლეტივით არის იქ წერეს რაღაცა რომ ინანა რაღაც 10 წელი ზრდის ხეს რომლითაც უნდა აიშენოს გამოთალოს ტახტი და საწოლი თუ რაღაც და რაღაც მომენტში რომ მიდის შეამჩნევს რომ რაღაც უცხოების ხედან რა და რაღაც დემონები არიან რაღაცა და ერთ-ერთი არის ლილითი და მე რაღაც ეს დააფრთხობს და ის გაფრინდება რა თუ რაღაც არის ულამაზესი ლილითი არის ულამაზესი ქალი ბუს ფეხებით და მე არაფერი რა ესე რენდამ კი არა და რიგითი არსება არის ამ შუმერული 3000 ღმერთიანი მითოლოგიიდან ერთ-ერთი გმირი მაგრამ ხა ვისაც ცოტა ალქაჯებზე და რაღაცებზე კითხვა უყურს ან დიაბლოს თამაშობდა ყველა მიცის რამხელა მნიშვნელობის ამ ბიბლიას რამხელა მნიშვნელობის პერსონაჟი გახდა საუკუნეების მერე რა რამდენი ეტაპი გაიარა რა ხო პირველი ტექსტი არის ჯერ პირველი ტექსტია და პირველი ტექსტია სადაც ლილითს ახსენებენ, მაგრამ ლილითს ეძახიან ყველაზე ისეთი განმარტება არის, ლილითს ეძახიან პირველ ევას, ადამის პირველ ცოლს. და ეხა საიდან ეს რა ადამიანის პირველ საწერია. და დაბადებაში ერთგან დასაწყისშივე ბრეშიცოს ეძახიან წერია, რომ ღმერთმა შექმნა ქალი და კაცი. და მერე წერია გაგრძელებაში, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და მერე ნეკნისგან ევა. და მერე დაფიქრდნენ, რომ ორი ქალი შექმნა, ჯერ პირველი და მერე მეორე ევა და თუ მერე ევა შექმნა, ეს პირველი სად წავიდა, ხო? რეალურად ახლა აქ რაც ხდება, არავინ არსად არ წასულა. კოვიდის დროს იმან იელის უნივერსიტეტმა დადო ისინი რა ქვია ლექციები და ერთი არის ბიბლიაზე. მე მაშინ მივუთითოთ ძალიან კაი კურსი არის. და იქ ეს ლექტორი ხსნის რას, რომ განაური ისტორია უბრალოდ ვერსია არის ერთი ისტორიის. ეს ცოტა სხვანაირია, თორე იმას კი არ ნიშნავს, რომ რაღაცა იყო, მაგრამ სადაც შუა საუკუნეებში ეგეთი რა ტექსტი არსებობს, არის ბენსინას ამბანი, რომელიც არის რაღაცა ფოლკლორული ტექსტები, ოღონდ სატირული რა. და ამ ფოლკლორულ ტექსტში დაფიქრდნენ, რომ კაი ქალი იყო, მერე გაქრა.
და არის ატირული აი მოლა ნასრედინის ოხუნჯოვები რო წარმოიდგინო, ოღონდ იუდეველური რა. და მე ესეთი ის მოიფიქრეს რა უნდა ექნა, ხო? და ესეთი ახსნა მოუძებნეს, რომ ლილიც უნდაო, რომ სექსის დროს ყოფილიყო ზემოდანო რა. და ბევრი მოინდომაო, მე ღმერთი ჩაერია, ამ ღმერთი რო ჩაერია ლილიტმა მისი სახელი თქვა და იაჰვეს სახელი ხო არ უნდა თქვა ეს ტეტრაგრამატონი და ბოლოს დავაიო ეხავ და გაფრინდება რა. და ანუ იდეაში მოუფიქრეს ყველაზე სკანდალური რა შეეძლო იმ პერიოდისთვის, რომ ქალს ექნა. და ნუ პირველ ევას ეძახიან, ზოგი ეძახის რაღაცა იმის რა ქვია ედემის ბაღის გველს და ასე შემდეგ. მაგრამ მე რაც ხდება არის რომ ლილიტი მიფრინავს რაღაცა წითელი ზღვისკენ და იმის მიხედვით უნაყოფო მიწებში რა და შესაბამისად ეხა ევა თუ კაი ქალია ეს არაქალი უნდა იყოს და არაქალს რა ხასიათებს არაფერტილურობა ხო და თუ კარგი ქალღმერთი ნაყოფიერების ქალღმერთია ეს ჭამს ბავშვებს ყოველთვის და რაღაცა კაცებს ჩაძინებულ კაცებს სპერმას ტოვებს და მერე საზღვრობებს აკეთებს აქედან და იმპოტენციას იწვევს და ასე შემდეგ იმდენი ხანი წამლავს სიზმრებს სანამ მხოლოდ კოშმარი არ დარჩება და მოკლედ და შესაბამისად ნუ ჩვეულებრივი ქალღმერთია ან რაღაც არსება გილგამეშიანში და ამ განვითარებით მე იმაში რა ქვია უკვე ქრისტიანულ ან ასე შემდეგ იუდეველურ დემონოლოგიაში როგორც იციან ხოლმე რომ ძველი ღვთაებები მაი ქანანის ღვთაება მე იუდეველურში დემონად იქცევა რა და ესე გახდა დემონი და ამას წინაწყვეტა ძალიან მაგარი რაღაცა და რა ნუ იდეაში ცუდი იყო იმიტომ რომ ეტიმოლოგიაზე გული საბოლოოდ ამიცრუდა მაგრამ მოკლედ ერთი ტიპი იყო, რომელსაც აქვს დემონებზე ენციკლოპედიასავით დაწერილი. და ესეც იმას ამბობდა, რომ მოკლედ ლილიტი რახან ჩვილებს ებრძოდა და თან ახლა ლილიტის არსებობით იხსნებოდა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაშინდელ პერიოდში, რომ ისა წამალი არ იყო, ექიმი არ იყო, ასე შემდეგ. და იქ ავგაროს უტოვებდნენ, კუბო ჩანტობა ყველას ჯვარი წერია იმასთან აკვანთან სადაც ეწერა ლილითის სახელი რა ლილითის და ეწერა ლილუ აბიაბი და ამ ტიპმა თქვა რომ ესო აქედან მოდისო სიტყვაო ლილითიდან სიტყვა როგორ არის იაუნანა ინგლისურად lullaby აქედან და მეთქი ვაუ მაგრამ მე როგორც გადავამოწმე სისულელე, ანუ არანაირად ეგრე არ არის. მაგით ბევრია გატაცებული ფსევდო ეტიმოლოგიით. მაგაზე რჩევა შემიძლია თუ აღვიცი რა არის? აგიტე ანუ ეხო დაახლოებით, ანუ თუ ეტიმოლოგია არის საინტერესო, ესე იგი ტყუილია რა, რაც უფრო მოსაწყენია, უფრო მეტად უნდა დაიჯერო, ყოველთვის ეგრეა. ნუ ეგრე პირდაპირ თქვათ შეიძლება არ იყოს, მაგრამ აი ამერიკელ ღმერთებში არის ეგეთი მომენტი, რომ შედოუ ჩადის ილინოისის ქალაქში და იმ ქალაქს ქვია კაირო. და ვიღაცას ეკითხება, რომ კაირო რატო ქვიაო და 150 წლის წინო ამ ადგილებშიო მიდამოებშიო იყო ისო გვალვა. და მოსავალი არ იყო. და მე ხალხი ვაკ ჩამოდიოდაო და პროდუქტებს აკიდულობდაო და მარაგს იღებდაო და ეგ არის იქიდან რა ბიბლიური იგავი რომ იოსები და მისი ძმები რაღაც ფარაონის სიზმარს რო და 7 შუტე მარცვალი რო და მე ყველა რო კაიროში მიდის რო ხორბალი იყიდოს და მეთქი ვაუ და მე ხდება ერთი პერსონაჟია სემი და რატომღაც იმასაც ეკითხება და ისე უბნება რომ იმიტომ ქვიაო კაირო რომ ოჰაიოს და მისისიპის დელტაშია როგორც კაირო იმაში ნილოსისო რა ხო და რომელიც მოსაწყენია ის უნდა დაიჯერო რა აი თუ საინტერესოა არა იმიტომ რომ ისე გამოგდის ის ორი ტიპი როზის www რას ნიშნავს ღირებულება ხო რიცხვით ღირებულება არის 23-ო მერეო 3-ო რატომღაც 2-ზე გავამრავლეო მივიღეო 6-ო და ხო აი ესეთი რატომღაც ხო შუაში რაღაც ლოგიკას რა და ხარ ხოლმე აქამდე რა არა როგორი მაცნუნებელი საქმიანობა არის სწორია იმიტომ რომ ბოდვითი სისტემა ყოველთვის უფრო საინტერესოა ვიდრე არაბოდვითი იმიტომ რომ არაბოდვითში ყველაფერი არის შედარებით მოსაწყენი. ჩემთვის რთული წიგნი არის წიგნი, რომელიც
მე არ მაინტერესებს შესაბამისად, რომელზეც ჭირდება კონცენტრაციისა და ძალისხმევის მაქსიმალურად მოკრება და მაინც არ გამომდის, რომ აღმოჩნდა, რომ კითხვაში ვარ აბსოლუტურად სიამოვნების ადამიანი. ზოგადად აი დაკომპლექსებაზე ლაპარაკობდი, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ულისეს წაკითხვა მოიგთხოვს ინტელექტუალურ მზაობას, ძალიან დიდს და ძალიან კარგად აღწერე რა ტიპის შემზადებაა საჭირო, რომ ეს ტექსტი გაიგო და ნამდვილად უფრო ჭკვიანი გამოდიხარ აი ამ თამაშიდან, ხო? მაგრამ ზოგადად გონიერებასთან არაფერ კავშირში არ არის, მაინც ულისე წაკითხული გაქვს თუ არ გაქვს. მარტო იმიტომ, რომ რაღაცა ამით რენომე აგიმაღლდეს, ასე არ მოხდება, ხო? ეს არის მაინც ლიტერატურის მოყვარულებისთვის ულისე, გილგამეშიც. თუ ვიღაცას უბრალოდ არ დადეგ, როგორ გავატარე არ დადეგებისთვის რაღაც 10 წიგნი, აი ჩემ დიშვილს აძლევენ ხოლმე 10 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოს და მე მეუბნება, რომელით დავიწყო, რომ დანარჩენი 9-ზე არ დამეძინო. და ამიტომ მე რასაც დავაკვირდი, სირთულეს ტექსტისას განსაზღვრავს მისადმი ინტერესის ქონა ან არ ქონა. მეტი არაფერი. თუ ვიღაცას მაგალითად ძალიან აინტერესებს, აზარტი აქვს, ჟინი, რომ ულისე გაიგოს, ჩვენ მე და თქვენ შეგვიძლია მიცეთ პირობა, რომ გაიგებს რაღაც დროს. ჩვენ მახსენეთ ლუარსაბი, ხო? ჩემი საყვარელი ტექსტი, ალბათ არ გავაძრე. და გამიგიეხა, რომ რაღაცა რა დებილობაა, არაფერს არ ხდება არაფერი, ხო? აი ესეთი არა ამბავი და ეგ ახლა ყველა წიგნზე შეიძლება თქვა, ვიღაცისთვის რაღაცის წაკითხვა ადვილია თუ რთული, ამას განსაზღვრავს მისი ვნება, ცნობის წადილი და კიდე დააკვირდით, აბა ჩემთან ასეა და ზოგადად ბევრჯერ მინახავს დამახსოვრებითაც უკეთესად გამახსოვრდება ის, რაც გაინტერესებს და გიზიდავს, ვიდრე ის, რაც თქვა ძალოდებულოა და არ გაინტერესებს და არ გიზიდავს. თუნდაც ამბავს რომ გიყვებიან, თუნდაც რაღაც რომ ხდება, თუნდაც ვიღაცის ბიოგრაფია, ხო? თუ გაინტერესებს, ხოლმე მაშინ ხდება კომუნიკაცია ავტორთან და ტექსტთან. ჩემი ტექსტთან კომუნიკაცია თქვი რომ არ მაინტერესებს ფენტეზი, sci-fi და ზოგადად utopia, dystopia, რაღაც გიგანტურ სოკოებზე. ალბათ იმიტომ არ მაინტერესებს, რომ ზოგადად არ მაინტერესებს გამოგონილი ბოდვითი სამყაროები. მე მაინტერესებს არსებული სამყაროს უფრო ფუნდამენტალური კვლევა, რაც უკვე არსებობს. ეს ძირითადად ხდება ან non-fiction-ით და კვლევებით, ან მხატვრული ლიტერატურით, რომელიც მე უკეთესად გამაცნობს ადამიანს, როგორც არსებას და საკუთარ თავს. ემოციურად არ გაგჭირვებიათ, ანუ არ გაინტერესებს უბრალოდ იმდენ მძიმე საკითხავია, რომ ვერ კითხულობ აი როგორც შენ ალექსიევიჩს ვერ კითხულობ, ან შალომოვის კითხვა როგორც რთულია, რომ გადადებ. და ეგეც ხო რთულად საკითხავი ვაგიჩვევა. მე მუსიკაზე მაქვს სხვათა შორის უფრო. შინდლერსია და მაგის საუნდტრეკი არ მეყვარს მე სხვათა შორის. არა, იბახის პლეილისტი. არა, ზოგადად აი ცუდად ვარ ძალიან რამდენიმე ნაირი ადამიანი არსებობს, რამდენი ფსიქოტიპი. მაგალითად მე როცა დეპრესიულად გრძნობ თავს, აი ეს love actually რო ჩამირთო, ან რაღაცა ისეთი წიგნი წამაკითხო, ხო? თქვა, ან ძალიან ლამაზი, ესთეტიკურად გამართული, უფრო ცუდად ხდები. რაც უფრო ცუდად ვარ, უფრო შალამოვის წამკითხავი უფრო ვარ, ვიდრე და არის ხალხი, რომელსაც არ უნდა ეგ ეხა ჩემთან ან კონტრაპუნქტი არ უნდა გარჩილდეს. მე მაგას ეს პრიმიტიული ის რომ არ ჩემზე ცუდად რო არის, ეს მირჩევნია, ვიდრე, ანუ ცუდად თუ არ, ისევ შალამოვი მირჩევნია, ისევ პლატონოვი მირჩევნია და ისევ რაღაც მძიმე მუსიკა მირჩევნია, ვიდრე მე რო ცუდად ვარ და ჩიტების ჭიქჭიქში რო ისმის გარეთ. ძალიან მიჭირს, ანუ აი ამის სიმსუბუქის ატანა სიმძიმისას. დისტანციას უფრო ხო, და ზოგადად რო აი რაღაც თან ჩვენ ცოტა როგორი თაობა ვიყავით, იცი, აი ცოტა ტანჯვით რომანტიზება ხდებოდა. მათ შორის ტანჯველი ლიტერატურის, თუმცა მე ტექსტი, რომელიც აი საწოლთან მიდევს მთელი ცხოვრება და ეს არ არის ყველაზე კარგი ტექსტი, რაც ცხოვრებაში წამიკითხავს, მაგრამ ყველაზე ჯადოსნურია, იმიტომ რომ მქონდა 40 სიცხე, რომ დავიწყე კითხვა, მარტოობის 100 წელიწადი.
და ჩამრჩა როგორც მოდელი სამყაროსი. ეს მოხდა, ეს ყველა ცხოვრებაში ხდება, შეიძლება იყოს რაღაც სიმღერა, წიგნი, რაღაც ტექსტი, ფილმი, კადრი, რომელიც დაყვება რა სულ და აქედან გამომდინარე მე სულ ამას უბრუნდები რომ და აი ახლა მივხვდი რომ როგორ წარმოგიდგენია რომ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები, ეხლა სერიალს ვერ უყურე რომ გადაიღეს. იმდენად ჩემი მატვინმა უკვე შექმნა ეს სახეები, გარემო, ატმოსფერო, ყველაფერი ისეთი დალაგებული მაქვს, რომ რაც არ უნდა გადაიღონ არ მომეწონება და ამიტომ არ მინახავს. მით უმეტეს Netflix-ის ფერებს ვერ ვიკნევ. ხო და ეხლა რომ აი ამას წინათ სადე წაკითხვა, რაღაცა ვერ დაუდე გული. ოღონდ ჯერ არ მიკვლევია მიზეზი რატო მოხდა ეს. ვაბრალებ აი ამ მდგომარეობას, რაც ჩემს გარშემო ხდება რა. ნუ ეხლა ჩვენ ყველას გვაქვს ნევროზი. მაგრამ როგორ ჩემი მეგობრები ამბობენ, ვინც წერს ხოლმე, თქვენ წერთ ისე ტექსტებს? არც ერთი? მე ხანდახან მასალის გარდა სტენდაპერები ვართ და მაგას. ხო, მაგის გარდა წიგნი ან რაღაც. მე მაგალითად უკვე მაქვს მოთხოვნილება, რომ ეს ყველაფერი მინდა გადავიტანო სცენარში ძალიან. აი, რასაც ახლა ვხედავ ახალ რაღაცეებს. ანუ ეს ფაზა დგება. ანუ მე თავიდან გავიგე, რომ ჯერ არ შემიძლიაო, ჯერ არა, მე მაქვს. მე რაღაც ახალი ჯიშები დავინახე, რომელიც ცუდში არ გამოყვანილი ჯიშები, რომელიც მინდა რომ აღწერო და მე სულ ამბობ ხოლმე იმ დღეს გამლან დღეს ესეთი პოდკასტში ვიყავი ჩემს მეგობართან, ჟურნალისტთან და ვთქვი, რომ მე მინდა მეთქი საქართველო, სადაც ჩცდს აღარც გაიგებენ და აღარც გაეცინებს, საერთოდ ვერ მიხვდებიან რაზე ატყვია. აიო თავის სერიალიც საზღვრავს საქართველოს მომავალსო და სერიალზე მეკითხებოდნენ და ამიტომ ვუპასუხე, რომ ის რო ეხლა 2013-ში დადებული გინება თუ ფრაზა თუ რაღაც ეხლა 2000 მაშინ დაბადებული ბავშვისთვის ეხლა ნაცნობი ეს ძალიან ცუდია. და ეგ ვიგულისხმე რომ მინდა, მაგრამ ეს ეხლა ეს ჯიშები ჰიბრიდული და გენმოდიფიცირებული კოცი და ესენი რასაც ხედავ, ხო? რომელიც ამტკიცებს რომ ლოყა ედგინა ესეც ახალი ჯიშია ჩემი. ეგ სხვათა შორის ყავდათ იქ ძალიან მაგარია ჩეკოს პოლიციელის ხაზი რო იყო, მაგრამ ეგ ბრუტალური იყო, ეგ ბრუტალური პოლიციელი. ახალი ჯიში სხვათა შორის ეს სილაჩრე რაც ახლა წინ წამოვიდა, თუ ქართულ ტექსტებს აი კარგად გავეცნობით, იქ ყველგან ტექსტის უკან ეს იკითხება, რომ აი ეს ვაჟკაცობაზე ამდენი აპელირება საპირისპიროს ეს სამარცხვინო ამბავი ჩვენთვის არ არის, ზოგადად ადამიანისთვის არ არის ხა ძალიან უცხო რაღაც ეს ლაჩრობა, მაგრამ რასაც ახლა უყურეთ, მე მინდა, არ ვიცი რამდენად სპეციალურად დაგეგმა ეს, მაგრამ აი ადვოკატ შევუქო, აი ეს გამჭრია ხობა, რომ უკვე 4 თვეა ალაპარაკებს ამ ლოყაზე. ლოყის სპეციალისტები მოიწვია, ყელყურცხვირის, ოტოლარინგოლოგები, დარტყმის ძალის რამდენი ატმოსფეროთი და უნდა დაგარტყან რომ გეწყინოს და რამდენით რომ გეტკინოს და ნუ ეს აქედან შექმნა ლოყის ეპოპეა. და ეს არის სწორი დაცვი, იმიტომ რომ უკვე ვატყობ რომ მართლა მე არ მიჩვენება ხოლმე ეგეთ რაღაცი რომ უკვე თვითონაც უტყდებათ ახლა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მან დეგონათ რომ დაცვის ხაზი გაიმართა დრამატურგულად ძალიან სწორად. ანუ ალაპარაკებენ აი მოიყვანეს რომ აბა რამდენი ხანი ქონდა გაწესლებული და რომ გაწესლებული რო ქონდეთ სპეციალისტ რამდენ ხანში მიმართეთ და ნუ რაღაც აი სასწაული ხდება რა და ეს პროცესები აი დღეს ამ მაისურით მოვედი რომ გრძნობ რომ კაფკასთან არის ეს ირონიაც და კი ანდრო ჭიჭინაძემას ეკთვა თავის პროცესზე რომ კაფკასს არის ირონიაც და რაც თავია არის გარკვეული არ არის ვინ რატო დაისჭება რო არც გაჩუმება გიშველის არც თავის შეკავება არც ქვიშაში თავის ჩაყოფა და თან დანებება არის ყველაზე დიდი შეცდომა და კი წავიკითხეთ კაფკაც ვიცით მაგრამ აი ეს დანებების რომ ეხლა გავჩერდები და შემეშვებიან და მოდი ცოტა დიქტატურა შევეგუები ცოტა ავტორიტარიზმის ეს ნიშნავს რომ პრინციპში წყალში ჩაიყარა რაც ვისწავლეთ
კაფკა, ორუელი, პლატონოვი და რა სახსენებელია ორუელის 1980 როცა პლატონოვის ჩევენგური არსებობს, ხო, მაგალითად, მაგრამ რაც თავიდან ახსენე, ალბათ ყველა ინდივიდუალურად სანამცხვირი არ წაიმტრია, ადამიანმა ისე ვერ გაიგო წინასწარ როგორ მოიქცეს ისე, რომ ამაში არ აღმოჩნდეს, ხო? მეორე მსოფლიო ომის მერე ეგონათ, რომ ეს დაკარგული თაობა მწერლებისაც და მერეც აი 60-იან წლებში როცა იწერებოდა ტექსტები, ყველას ეგონა, რომ ეს არის დიდი კათარზისის მერე რაც მოყვება დიდი კათარზისის მე რაც უნდა ხდებოდეს, ხო, რაღაცა სინათლეში შესვლა და ხალ რენესანსში და ასე შემდეგ და ეხლა მე ვხუმრობ ხოლმე რომ ეხლა რაღაცა კიდე ყვა გადასატანი 40-იან წლებში სავარაუდოდ ველოდება და მერე იქნება ვუდსტოკი ისე. აი ყველაფერი ეს საუკუნეც ისე უნდა გავიაროთ როგორც წინა და ცოტა მეც განცდა მაქვს ხო. ხო, ბრეხტ მაკრებულში არის უახლესი ანტენები რომ უძველეს ბოდოებს გადმოსცემენ. კი, ზუსტად ასეა და რაღაცები დაგვჭირდა. ეს თან ფიზიკის კანონებითაც შეიძლება ეგრე იყოს. ამიტომ უყურეთ ინტელექტის კომპლექსს რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, კი. ინტელექტის კომპლექსს რომ ძველი ბოდოებით არ მოიწამლოთ ესე ეფექტურად. ამდენი იმიტომ იწვალა ამ ხალხმა მწერლებს გულისხმობა. და ეხლა ჩემს მასპინძლებს იმიტომ წვალობენ, რომ გავითვალისწინოთ, აი გამოფრთხილებელი ნიშანივით არის ხოლმე ზოგჯერ ტექსტი, ხო? სიგნალიზაცია და ძალიან საოცარია, როგორ ხდება ზუსტად იმ დროს სულ მთელი ლიტერატურის ამბავი რა არის, რატო კითხულობ წიგნს პირველი, ან გინდა თვითიდენტიფიკაცია, ან გინდა გართობა, ან რაღაცის გაგება უბრალოდ ინფორმაციის და აი ამ თვით იდენტიფიკაციას მაინდა-მაინც მაშინ რატომ დაერხევა ხოლმე როცა საჭიროა რომ გაგვიჩნდეს ტექსტთან იდენტიფიცირება და გავითვალისწინოთ არ ვიცი გაუგებარებ. სტენდაპ კომედიებზე ჩვენთან რა ხდება, როგორია მისი პოპულარობა? ჩემი ძმა ცხოვრობდა ინგლისში დიდი ხანი და იქ არის ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საღამოს გატარების მეთოდი რა და პატარა კლუბებშიც დიდშიც ან ბევრია რა ძალიან და თვითონ სულ დადიოდა ხოლმე შემომთავაზა ადრე ასეთი რაღაც რამდენიმე წლის წინ რომ აიო საქართველოში რო ჩამოვიყვანო ვიღაც ვისაც იცნობდა ეგ თუ მომენტი არც ვიცი ტარდება არ ტარდება ნუ 10 წლის წინ მოვა მაგაზე ვინმე მე ინგლისურის პრობლემაც არის ჩვენთან ეხა ეს ინგლისურად თინო კიდე იუმორიც კონდეს კიდე ესეც არ ვიცი და ეხა როგორ არის ამის საქმე ისე კარგად ჩემი აზრით კარგად მივდიოდით აუცილებლად ჩვენ ვიყავით გაფიცული უბრალოდ 6 თვის განმავლობაში და ეხა ბრუნდებით და აი ვიკრებთ ფორმას ესე ვთქვათ, იმიტომ რომ გეუბნებიან ხოლმე რაღაცინებს როცა ხალხს უჭირს სიცილი რო ისგონიათ რა კარგი. ნუ ხო, ვიღაცები მაგას ამბობენ, ვიღაცები არ ამბობენ. მაგრამ საბოლოოდ რაც დამკვიდრდა გაბატონებულ აზრად არის, რომ პირიქით რაც უფრო რთული დროება არის, მით უფრო საჭირო არის სიცილი. ხა მე პირადად ჩემი დამოკიდებულება მაქვს, რომ იმდენად მოცული ვარ რა რაღაც ამ პროცესებით რაც ხდება, რომ ჯერ მიჭირს მე დაწერა. აი ხა წეგან თქვენ ხო თქვით, რომ მე უკვე მინდაო ამის დაწერა სცენარად, მე ჯერ მანდ ვერ მივედი. მე ჯერ მაინც არა, ხო ესე ხარ მაინც მაგრამ ზოგადად გავრცელებული აზრი რა გაღლიცინებთ. ხო, რა გაღლიცინებთ არის. რა გაღლიცინსა და იუმორს შორის რა განსხვავება? იუმორი არის განსაკუთრებით შავი იუმორი. ეს არის მტერთან შებრძოლების მეთოდი. ძალიან არ სიამოვნებთ. რატო და აი დაცინვა რო არ სიამოვნებთ ხო ეგ არის და პლუს ეს შავი იუმორიც ხო რაღაც სიკვდილის დესაკრალიზაცია და გაუქმება, რო არ გეშინია. როგორ დაიცვას ადამიანმა თავი, თქვა სუსტმა ადამიანმა თუ ფიზიკურად ვერ ერევა სხვას. იუმორით. და იუმორით ხანდახან ყველაზე ზუსტად აღწერს იმას, რაც ხდება. საერთოდ არ არსებობს კარგი ფილმი და კარგი წიგნი, სადაც არ არის ირონია. მინიმუმ, ხო?
ჩემთვის აი თუ რამე ორი სიტყვით უნდა დავახასიათო ტექსტი ცუდი და კარგი როგორ უნდა გაარჩიო აბსოლუტური 100%-იანი სერიოზულობა ყოველთვის არის ძალიან სასაცილო სინამდვილეში აი ეგ არის ზუსტად ის ღლიცინი რაც ვითომ აღიზიანეთ ჩვენთან ეს წარმოდგენაა რომ კომიკოსი თუ ხარ უნდა იყო სასაცილო ტიპაჟი მე მაქვს ხოლმე სულ ეს პრობლემა რომ სადმე რომ იტყვიან თუ სადმე გამოჩდი და ეს კომიკოსია სულ ეს რანაირი კომიკოსი არ იღიმის და რავი კლოუნი ხო ან სუპრაზე რომ მიხვალ და რამე მოყევი გამაცინე ლაშა ბუღაძე აკეთებს ძალიან კარგად პაროდიებს და უნისი აკეთებს ძალიან კარგად ლაშა ბუღაძის გთხოვ სტენდაპში ამას აუცილებლად ხო და ეს სადმე რომ მიდის უცებ თხოვნ აუ გაბაძე რა შევარდაძის გაბაძე ეს საშინელი კაცი მოვიდა საერთოდ სხვა რაღაცისთვის და გამიკეთეთ აბა რამე შუთ გამითხარი რა სასწაულია რა მაგრამ მე მინდა მოსვლა თქვენს ხო და ჩვენ მოკლედ ვართ stand-up თბილისი ქვია ჩვენს კომუნას და პირველი ესეთი ერთიანობა ვართ ხალხის ვინც დაამკვიდრა ღია მიკროფონის სისტემა ზოგადად საქართველოში რაც მაგას ნიშნავს რომ აი ყველას შეუძლია მოსვლა ყველანაირი ასაკის გემოვნების იმის ადამიანი ყოლია და ყოველკვირეულად ვაკეთებთ ქართულადაც და ინგლისურადაც და ინგლისურზე რო თქვით ჩვენ ჩამოყავდა ვიღაცა უცხოელი კომიკოსები და იყო ხოლმე აუდიტორია მოდიოდა ვინც იცოდა ინგლისური იმიტომ რომ აი აქ ეს სტენდაპი არ არსებობდა და ყველა მაინც ამ ლუისი კეის ჯორჯ კარლინს ესეთ ხალხს უყურებდა და მაგ ხალხმა ძირითად შემთხვევაში ინგლისური იცის და ეგენი მოდიან ხოლმე და კაია და ღია მიკროფონები არის ჩემთვის აი მართლა საუკეთესო მე თვითონ კომიკოსი რო არ ვიყო ალბათ ვივლიდი ყოველ კვირა ან ორ კვირაში ერთხელ მაინც იმიტომ რომ ნედლ ფორმაში ნახულობ როგორ იქნება ხუმრობა რა რაღაც პირველი ხუმრობის დრაფტი შეგიძლია ნახო როგორი არის თან მე მინდა აღმოვაჩინო ყველანაირი საქართველო მაგალითად TikTok-ი იმიტომ დავაყენე რომ ჩემმა შვილმა მითხრა რაღაც არ საქართველო არსებობს კიდე პარალელური რომელიც არიცი ეხა იმ დღეს აღმოვაჩინე ისიც შემთხვევით რომ თურმე რაღაც ეს ბათლები რო რეპის და ეს რამდენი ხალხი იყო ანუ ეს განხევა ამბები ხდება ქალაქში რომელსაც წარმოდგენა და მანდ მე რო ხვდები რომ ნელ-ნელა ვშორდები და აი ეს ასაკში ჩემ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალიან არ დაშორდე აი ამ სხვადასხვა ტიპის შეკრებებს ჩვენ დაგპატიჟებთ როცა იქნება კარგი ღონისძიება შოუკეისზე მაგრამ ანუ ეგეთ სისტემა გვაქვს რომ ღია მიკროფონი ვთქვათ 1-4ჯერ რომ დაიხვეწოს ეს ხუმრობები და მე რო ვაკეთებ შოუკეის უკვე გამოწრთობილი ხუმრობებით რაღაც გაფილტრული და ნამუშევარი აი მაგალითად ვიდეოებს ვიწერთ ხოლმე რომ მე მოусმინოთ ჩვენ თავს ხელმეორედ დავწეროთ ხელმეორედ და როგორც ალბათ სცენარზეც ეგრე არის რომ პირველი დრაფტია მე მეორეზე უნდა გადავარო მესამეჯერ რომ იყოს უკვე გადასაღებად მზად რა ხო არ მოგატყვა არანაირი მესამეჯერ გადავლის და მესამეჯერ გადავლის დრო არ არის თავიდან კი მაგრამ ეხა კვირაში ვწერდი 100 გვერდს და მაგის ხო ნუ 3 სერია მაგის გადავლა არ არსებობს მაგრამ მან ყველაზე რთული ეტაპი არის პერსონაჟების შექმნის ეტაპი ახალი სანამ ყველა გამოიკვეთება როგორც ფსიქოტიპი. მე რო ვიცი რომ მაგალითად ონისია, ხო პერსონაჟი. მე უკვე რას ლაპარაკობს, რა მიდრეკილებები, ყველაფერი თუ ვიცი, დიალოგში ადვილად შემყავს, თავიდან არის რთული. ახალი პერსონაჟი როცა შემოდის, მაშინ ჭირდება ხოლმე ეს გადაღება. ჩაჯდომა და გადავლა ხო? ხო, თან ეხა 40 წუთის ტექსტი ბევრია რა და კვირაში 3ჯერ ხო. ხო და აუცილებლად მოვალ, იმიტომ რომ მაინტერესებს ყველაფერი. კი, დაგპატიჟებთ და რაც ხდება, აი როგორი ხალხი დადის, როგორ ხალხს რაზე გაეცინება. ანთროპოლოგიურად საინტერესო. ძალიან მაგარია ღია მიკროფონი, იმიტომ რომ ყველა მოყვარული ანთროპოლოგია. იმ რეპზეც ახლა მე ეს გარდისვების უარ მაინტერესებს, მაგრამ ატმოსფერო. როგორც ფენომენი მაინტერესებს, ატმოსფერო, ვის რაზე ეცინება, ვინ ვისკენ არის, რატო არის. აი თქვენთანაც ახლა ძალიან მაინტერესებს, ვის რაზე გაეცინება და რატო და როგორი ატმოსფერო, ასე რომ დიდი სიამოვნებით მოვა. აუცილებლად ეხლა გვაქვს ეს წერა როგორც თქვი ფორმის აკრეფის პერიოდი და მალე დაუბრუნდებით ალბათ შოუკეისებსაც გავაკეთებთ. ხო, თან ხო იმას საათულია რომ აძალებ შენ თავს რომ დაწერო რაღაც აუცილებლად. 6 საათზე გვაქვს ხოლმე ივენთი, შაბათ-კვირას რო აქციას არ გადავეკვეთოთ, ამასაც გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ყველას შეუძლია მოსვლა და მოკლედ აქციაზე უნდა ჩაატაროთ ერთი.
აი მაგაზე ვფიქრობთ და ცოტა გავარებული მეებს იცოცხლე. ცოტა ადმინისტრატიული მარშრუტი გასაკეთებელი. ხო, რთული გონია მაინც, მაგრამ პრინციპში ხა ისეთ ახალ ფორმებს იღებს, მე გუშინ ლაპარაკობდი ამაზე, რომ აბსოლუტური უპრეცედენტო რაღაც ხდება საქართველოში, ამდენ დღიანი უწყვეტი პროტესტი ესეთი ფორმები. ხო და რაღაცები უნდა გააკეთოს ხალხმა. შეიძლება ბუნებრივად აღმოცენდეს იქ ისეთ სივრცეებში, სადაც შეიძლება მოუხდეს თქვა თან სტენდაპი ან რაღაცა. გაჩნია მოკლედ იმ კონკრეტულ დღეს სიბრაზის გლოვის გვინდა რა პიესის დაწერა და სახეობა პირდაპირ წაიკითხონ ესე რა. აი მაგებს პურპის უნდა და უნდა შევხედოთ რა. ხალხი მოდის დგას და რაღაცა თან ახლა მაგალითად როდესაც რაღაცა ძალიან ეხმიანება არა პირდაპირ მაგალითად კობახიძეზე და ლექსიკის კი არ ვკითხულობ მაგრამ რაღაცა რეზონირდება საერთო პრობლემასთან უკვე ეს არის ერთიანი ბრძოლის ნაწილია და არა გართობა. ის გართობა ხდება ბრძოლის ნაწილი. ხო. იმიტომ თუ გავითვალისწინებთ თან ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ აკრძალონ. რუსების ამბები იცით ალბათ ამ სტენდაპ კომედიანტების. ჩვენ გავიცანით ხო, იმდენ რამეზე ხუმრობა აუგზავს, რომ მართლა მარტო ზედმეწონაზე და სექს თუ სექსიც აღარ. არა, ძალიან აეროპორტის საჭმელი და ხო რაღაცა. მაგასაც აკრძალავენ. ბოლოს საერთოდ მართლა ვამბობ. ხო. როგორც იმედი ჟურნალისტი ვერ ამბობს, რომ თანამშრომელი მოუკვდა. ხო. იუმორსაც არ გაშინებთ, უბრალოდ ვამბობ, რომ სანამ გვაცდიან მიხუმროთ. კარგი. წავედით ნელ-ნელა ბოლოსკენ. ძალიან დიდი მადლობა კეთი. მადლობა თქვენ. ჩვენ ძალიან დიდი ხარ რო დავიწყეთ გადაცემა, იქ გქონდა პრეზენტაცია, ვინ უნდა მოგვეწია სტუმრებად და იქაც იყავით პირველ იმაში. დიდი მადლობა. ვისთან საუბარიც გვინდოდა და ძალიან კარგი გამოვიდა. ასევე ძალიან კარგი იყო ის, რომ ბევრი ვიცინეთ, ეხლა რაზეც ვლაპარაკობდით, იმიტომ რომ მაინც სტენდაპ კომიკოსების პოდკასტია და ხანდახან ჩვენ ძალიან სერიოზულდებით ხოლმე და კეთი დევდარიანი, ანა სიხარულიძე ეს იყო ინტელექტის კომპლექსის ონისე ოქრაშვილი. ინტელექტის კომპლექსის მე-9 ეპიზოდი, რთული წიგნები, რთულად საკითხავ ლიტერატურა, რთული დრო ლიტერატურის საკითხავად, სათაურზე შევჯერდეთ მე, რომელს დავარქმოთ და იმედი გვაქვს, რომ მალე შევხვდებით ისევ. გამოგვიწერა. და შენ უთხარი მიდი იქ. აჰა, გამოგვიწერეთ. გამოგვიწერეთ. და გამოწერის გარდა გვერდზე პატარა ზარი აქვს, აი იმ ზარსაც დაჭერთ, არ გამოგჩეთ ეს პოდკასტი. ხო, და უყურეთ ლაშას და კეთის გადაცემას მისმინეს არხზე. ძალიან საინტერესო არის. მადლობა კეთი. მადლობა თქვენ. მადლობა ჩვენს გადამღებ ჯგუფს ყველაფრისთვის. მადლობა. ვიჯერა. კაი. ო